ესე იგი, პირველ რიგში ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, Sally, რომელიც ტაროს სფეროში არის საკმაოდ ბევრი წელია. და შემთხვევით აღმოჩნდა, მოდი ესე ვთქვა, ჩემ კურსზე ასტროლოგიის და ნელა გაირკვა, რომ იმდენი რამე იცი Sally, რომ იქი ჩავერთო მე მასთან. და იქით დავიწყე ესეთი კონსულტაციებს მიტარებს Sally ტაროზე, იმიტომ რომ მეც ახალ დამწყები ვარ სალ. მე უფრო ვიყენებ ფსიქოთერაპიულად ტაროს ჩემთვის ქვეცნობიერის კოლევებში ხანახან არის ხოლმე ცოტა ვიჭედები იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცას ვეკითხები ტაროს და საერთოდ სხვა რაღაცას პასუხობს ახლა წინაზეც გავიარეთ შენთან რომ ვეკითხები ტაროს რაღაცა ჯანმრთელობის რაღაც პრობლემაზე და უცებ პირადი ურთიერთობის კარტს მიდებს აბსოლუტურად სხვადასხვა ეს არის ხო თემა. ხანახან არის ხოლმე ხა დამწყებები ალბათ, უფრო ვიჭედებით ეხა მიუხედავად იმისა, რომ ხა მე სამკითხავთ ესე არა მაქვს. ტარო. უფრო საკუთარ თავში გასარკვევად. მიუხედავად იმისა, რომ აი ხა გულახდიათ რომ გითხრა, რაღაც შეგრძნებები, რაც მაქვს ხოლმე ფსიქოთერაპიაზე, მაგალითად გავდივართ იქ წარმოსახვით თერაპევტზე, ჩემ თავზე როცა ვმუშაობ. აი ეს ტარო ავიღე როგორც აი ძალიან სერიოზული დამატებითი, აი იცი როგორ რაღაც, რომ ფაქტიურად ფსიქოთერაპევტის კაბინეტში მგონია თავი. ოღონდ თერაპევტი ამ შემთხვევაში ტარო არის. ანუ ხო თქვა კვირაში ერთხელ გავდივარ თერაპიას, ანუ კვირაში ერთხელ ხო ვინ როგორ არის და საღამოობით, ყოველ საღამოს შემიძლია ტაროთი სულ მუდმივად რაღაც ქვეცნობიერთან კონტაქტი მქონდეს. ეს ჩემ გამოცდილებას გიყვები, რა დამაინტერესა ამითი. და ზოგადად თევზების და მე-12 სახლის თემა ტარო თავიდან ბოლომდე და ეს არის ჩაღრმავება საკუთარ თავში, ქვეცნობიერში. საკუთარ სურვილებში რა გვინდა, როგორ გვინდა. ჩემთვის იყო ძალიან ცნაური, როგორ აჩვენებ ზოგჯერ პირდაპირ. და მაქვს ძალიან ბევრი დასტები, მინდა გაგიზიარო. ახალი შევიწინე კიდე ახლა და ყველა სხვა თემაზე ველაპარაკება სალ. ერთი არის, აი აქტიურად, აი ეს სიმბოლონის კარტი, ну აი ძალიან სერიოზული კარტი აღმოჩნდა ეს და ეს სუფთა, აი მორიალურ თემებზე ველაპარაკება, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, წინაცხოვრებები, ღრმა ტრამვები, ანუ მხოლოდ ძალიან სერიოზულ თემებზე ვაწუხებ ამას. აი რაღაც ურთიერთობაში რა იყო აქ კარმული როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, ხო? აი ამაზე სუფთა ეს მელაპარაკება მაგალითად. ეს ლენორმანი ფემი ძალიან საყვარელი კარტი არის და აი ძალიან ყოველდღიურ თემებზე ძალიან მეხმარება. ძალიან მარტივი იქნება მაგის. ძალიან სუფთი. ძალიან მარტივად. ახლა კითხი არის და ეს პირდაპირ გიდებს პასუხებს. სხვათა შორის, იცი რა გამიკვირდა ლენორმანის, რომ რაღაც კითხვები რო დაუსვი, სულაც არ არის ბევრ რაღაცაში მარტივი. ანუ ძალიან ღრმა თემებზე შეუძლია პასუხის გაცემა. აი ეს კი, ну ახლა ტარო შახლართავსა მთელი ამბები და აი ეს კელტური ძალიან მომეწონა, ბევრი ისეთ. სხვათა შორის, სულ ამომდიოდა აი რაღაც ფსიქოლოგიურ თემებზე ველაპარაკებოდი და სულ ამომდიოდა ზედიზედ ამაში არის ორი ზოგიერთი კარტი გამეორებული, გველი ამომდიოდა რა და ორი ერთად. რა, აი გამიკვირდა, ანუ ვეკითხები სულ სხვა რაღაცას და ამომდის გველი და ჩემი კატა გახდავად. მე ძალიან მალევე სხვათა შორის და ატარებდი მე კლინიკაში და მთელ კვლევებში და მთელ ამბებში ვიყავი. თან მითხრა, როგორც გველი იყო და ჩიტები იყო მე. და აღმოჩნდა პატარა კანზე ბაქტერია. ანუ რომელიც აი ჩიტები, ხო იცი? ანერვიულებს. ხო და აი ზუსტად ამისვა. ოღონდ სულ სხვა რაღაცას ვეკითხებოდი და აი როგორ რაღაც გამიკეთა, იცი მითითება, რომ ეხლა ეს არ არის მნიშვნელოვანი, ის არის მნიშვნელოვანი. ეგეც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ტარო მიცის, რომ აი მაგალითად კოვიდი რო იწყებოდა, ძალიან ბევრ ტაროლოგს ესე ამოვიდა კოშკი. და არ მაგით ანიშნებდა, თითქოს რაღაცა ხდება სამყაროში, რაღაცა ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, რაღაცა გადატვირთვა უნდა მოხდეს. სისტემა ჩამოინგრეს რაღაც. სისტემა ჩამოინგრეს და ზოგადად კოშკის ხომაგის ის არის ანუ დააგრევა რომ ვერ ახლიდან აშენო დაახლოებით ფენიქსის ენერგიას მოხსნა ხოლმე მაგას. და ესე ანიშნებდა ხოლმე ყოველთვის რა ტაროლოგებს, მაგრამ მე უშუალოდ როდესაც მოხდა ეს პროცესი, მე განაგიდეს თუ რატო იყო ეს ყველაფერი ესე როცა დაიწყო ეს კოვიდის პერიოდი. სხვათა შორის იუნგი იკვლევდა სიზმრებს
და აღმოჩნდა, რომ სანამ პირველი მსოფლიო ომიც დაიწყებოდა, მაგ პერიოდებში მანამდე პირველი მსოფლიო ომამდე უბრალოდ კოლექტიურად სხვადასხვა ქვეყნებში, როცა აგროვებდნენ სიზმრების თემას, ყველას ესურებოდა რაღაც მსგავსი ომის სიტუაცია. მაგრამ კოლექტიურ არაცნობიერზე მაგიტომ გადიოდა მე იუნგი. და აღმოჩნდა, რომ ყველა ნახულობდა ყველა გულისხმობა აი ვისაც იკვლევდნენ, სხვადასხვა ქვეყნებში რო არ ქონდათ კავშირი ერთმანეთთან, ომი და რაღაც შიმშილი და რაღაცა მძიმე სიტუაცია. და ეხლა გამახსენდა ტაროლოგებზეც, რომ ესე იგი მსგავსი რაღაცა იყო. ზოგადად კოლექტიურ შემოქმედებით და მაგალითად შენ რო განვითარდე, ეგ ნიშნავს, რომ მეც რაღაცნაირად წინ წევ და ჩემს მოქმედებს შენ განვითარება, ესე რომ ვთქვა და ეგ ძალიან კარგი რამეა. აი ეს იყო კიდე ეხლა ხან აღმოაჩინე ილუმინატების კარტი, აი მართლა ჯადოქრული კარტი არის. აი იცი როგორ ეს ყველას თავის ხასიათი აქვს. აი ეს აღმოჩნდა, აი ეს პირდაპირ მელაპარაკება, აი შელამაზების გარეშე, მოკების გარეშე, აი პირდაპირ მიგდებს. ეს ეხლა ავიღე და არ ვიცი ჯერ ეხლა ვსწავლობ სექსუალურ თემატიკაზე, ენერგობლოკებზე, მეორე ჩაკრაზე, მოკლედ ეს ძალიან კარგად მუშაობსო. მაგას ეს არის ზუსტად, რომ ამაზეც ვიმუშაოთ. და ნუ ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დასტა არის. და აი ეხლა შენც მითხარი იმ დღეს რა ენერგეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემი კარტი არის უფრო fairy tales-ი. ზღაპრის თემა, ეს ყვავები და ესენი ჩონჩხები და რაღაცები ჩემი არ არის. აი ესეთი ეს კარტი ეს ძალიან მსუბუქად. ანუ აი შენც მითხარი რომ ყველა კარტს უნდა კითხო რისთვის მოვიდა. და აღარ ვაწუხებ უკვე სხვა კარტს იმისთვის რაც მისი არ არის. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც შემოდის ჩვენთან, ну როგორ ხდება ზოგადად ტაროს არჩევა, ჩემს შემთხვევაში მაგას შენებიც მინდა რომ ანახო. და როგორ არჩიე? აი არჩევაზე რომ ელაპარაკე. კი ბატონო. ეს არის ანუ Rider White-ის კარტი. რომელიც არის დამწყებთათვის ესე რომ ვთქვა და ეს არის საბაზისო უშუალოდ. და როდესაც ამით ვიწყებთ შესწავლას, ეს გვასწავლის უშუალოდ რა კლასიკური დანიშნულება შეიძლება გქონდეს ტაროს, რა შეიძლება მიპასუხოს ამათ თუ იმ არკანმა. შემდგომ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია რომ მე გადავიდეთ შემდეგ დასტებზეც და ეგ აუცილებელია რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასტას არ ჩავუსაფრდეთ და მხოლოდ ერთ დასტით არ ვიმუშაოთ. სხვადასხვა დასტა როგორც აღნიშნე უკვე ვაძლევს სხვადასხვა ინფორმაციას და სხვადასხვა ადამიანსაც ესე რომ ვთქვათ აქვს თავისი ენერგეტიკა და როდესაც გვაქვს არჩევანი ტაროს დასტებში ჩვენ რაღაცა ინერციით და ინტუიციით ხვდებით ხოლმე რომელი დასტა შეიძლება შეესაბამებოდეს ამ ადამიანს და რომელი გვაძლევს უფრო ისეთ პასუხებს, რომელიც ადამიანს იმ მომენტში სჭირდება. აი მაგალითად იმ დროს რომ საუბრობთ მე და შენ, ეს დასტა იყო ეგეთი. ხო. გამიშალე კიდეც ეგ ძალიან საინტერესო იყო. და მოხდა ზუსტად ისეთი პასუხები, რაც იმ მომენტში უშუალოდ შენ სჭირდებოდა მოცემულობაში. ხო, შემდეგი არის აი ეს. აი კარგია, არის ძალიან ბევრი ბაზარზე და რაღაცა ჯერ არ. კი, არის ხოლმე მომენტები, როდესაც ძალიან კარგ პასუხებს მაძლევს, კარგად იმ პასუხებს მაძლევს, რომელიც უშუალოდ ადამიანს სჭირდება იმ მომენტში. ესე შემიძლია გაქცეულიერებინოთ. აი ეს რაღაცა ესეთი სიმბოლოები თანამედროვეა შედარებით. კი, თანამედროვეა. და რაღაც სხვაობა უშუალოდ Rider White-სა და სხვა დანარჩენ დასტებს შორისაც. ამ შემთხვევაში მიყვები ინსტრუქციას. თითქოს ან შენ გონება გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამას რო სწავლობ, ამის მიხედვით მხოლოდ ინსტრუქციას უნდა მიყვებ. და სხვა შემთხვევაში უკვე შემოდის ინტუიცია. და ინტუიციურად კითხულობ ტაროს. ესე არის. ანუ უყურებ უკვე სიმბოლოებს იქ მთლიანად.
ჩემი უსაყვარლესი დასწავლა განახოთ ეს არის ეგ მინდა ძალიან და აქ არ არის. დავი ვიშოვია ამაზონი და გამოვიწერ. ნახე ამაზონზე. ეს ამხელა რატო არის? წიგნი და შიგნი. ძალიან დიდი. და მათ შემთხვევაში ანუ როდესაც ესეთი უცვლობით მოდის ხოლმე არის ის რომ დიდი წიგნი აქვს შიგნით. და ეხა მანდ საიდუმლოს გეტყვი. ძირითადად ChatGPT მასწავლა მე. მართალი ურანელი ვარ თანამედროვე ტექნოლოგიები ეს ჩემი თემა არის ესე იგი რას უკეთებ იცი სალ როგორ ვისწავლე უგდებდი GPT-ს ეს ამომივიდა ამა და ამ კითხვაზე რას ნიშნავს ჩამომიწერე ანალიტიკა მიწერდა ამ ანალიტიკას და ხო კითხულობ აი მე ულამაზესი კარტია აი ეგ არის ჩემი სტილი რა აი მანდ მეხსნება ქვეცნობიერი რბილად ლამაზად ძალიან არის როდესაც აი ქვეცნობიერს ისე ეხება ისე რბილად ეხება და ისე ამოყავს ინფორმაცია რომ როგორც გეშტალტში არის როგორც ფსიქოლოგიაში არის რომ იმდენად სულ უკავთ ეხებით ადამიანს რომ თავისი ქვეცნობიერი და ცნობიერში ამოვიტანოთ ნებისმიერი ინფორმაცია და იმ გავაცნობიერებინოთ ადამიანს სულ უკავთ აი დაახლოებით იგივეს მიკეთებს ეს ეს ძირითადად ჩემი ნიშა ესე რომ ვთქვათ ეგ არის რომ როდესაც ადამიანი ყოფილა გარდატეხ მომენტში მაგალითად ვერ გაუგია იქით წავიდეს გაურკვევლობაში როდესაც არის მაგ დროს ვიღებ ხოლმე ადამიანებს იმისთვის რომ გავაცნობიერებინო მაგალითად რომელი გზა იქნება მისთვის საჭირო იმ მომენტში, მაგრამ არასდროს არ ვაკეთებ ხოლმე, აუცილებლად ეს უნდა გააკეთო, ან ეს უნდა გამოვწყვეტ ავარავის. იმიტომ რომ არც როგორც ანუ ძველად ეს ამოვჭრათ. ძველად ასტროლოგიას აღნიშნავდნენ ხოლმე როგორც რაღაცა ფატალურობას, როგორც ასტროლოგიას. ხო, კითხაობას, რაღაცებს შეგაობას და ეხლა უკვე ტენდენცია შეიცვალა. ნუ ჩემს შემთხვევაში და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო ვინც ასტროლოგი არის, როგორც აი თვით შემეცნების მექანიზმს ისე ვიყენებთ. და ეგ ძალიან უწევს მაგ შემთხვევაში, რომ ადამიანს შეუძლია რომ ეს განვითარება თავისი გონების, თავისი სულის, თავისი სხეულის, გააკავშიროს ეს სამივე ერთმანეთთან და უშუალოდ კითხაობის ნაცვლად თვით შემეცნებაში წავიდეს. აი თავის გულიდან ამოიტანოს ის ინფორმაცია, რაც იმ მომენტში სჭირდება. და ნუ როგორც პრობოდია ხოლმე ჩემთან, აი პირველ რიგში ვეკითხები ხოლმე მათ ისტორიას, რომ გავიგო უშუალოდ რა ეტაპზე იმყოფება ადამიანი იმ მომენტში, რა სჭირდება ჩემთან, რა ენაზე უნდა ვისაუბრო, როგორ უნდა მივუდგე, რომ მის ჭრილობებს ისე შევეხო, რომ არ დავაზიანო უშუალოდ ადამიანი. ეს ეხლა რა გამახსენდა, ჩემთან ხო კურსზე ხო ნახე როგორ მუშაობ. ჯერ ვალაპარაკებთ ადამიანს, უყურებთ კომბინაციებს, ან ზუსტად იგივე პრინციპი გაქვს ესე იგი, ხო, შენც? კი. აი ეგრევე არ ყვებით რუკას, ეგრევე ჯერ ადამიანს ვეკითხებით, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რას მიიღებს, აი გიხსნით კიდეც იქ სკოლაში, რას მიიღებს, ახლა ვაკვირდები ადამიანის მიმღებლობას, რამდენად არის რწმენა წარმოდგენებში, ინტროექტებში არის, არ არის, უნდა მოსინჯოთ ახლა აი ფსიქოლოგიურად, აი მერკური კირჩხიბი გყავს შენც და აი მეც ახლა ნუ მერკური კირჩხიბი ეგეთი არის, სკანირებას აკეთებს ფსიქოლოგიურს ადამიანთან, სანამ კომუნიკაციას დაიწყებს. ესე იგი ზუსტად იგივე მეთოდი გაქვს თქვენც ახლა მე პროფესიონალურ ტაროლოგიაში არც ყოფილი ვარ მართალი გითხრა ხა ეს ტაროლოგთან და რაღაცა ჩემით ისე ვსწავლობ ხოლმე უბრალოდ შენ რო ჩვენ საუბარში რაღაცები ძალიან საინტერესო მითხარი რაც არ ვიცოდი და მე რო დავიწყე შენთან ჩართვა და იქ იმდენი რაღაცები გამარკვია საინტერესო მე მართლა არ ვიცოდი და თურმე მნიშვნელოვანი არის გამოცდილებასთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ხა შენ გამოცდილება გაქვს ამ ტაროსი. და აი კლიენტებთან როგორ მუშაობ? აი ნუ ფაქტობრივად იგივე ასტროლოგიურად რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იგივე არის. ოღონდ იცი რა მინდა გკითხო?
აი ზოგჯერ მეკითხავს ტაროსთვის, როგორ არის ფსიქოლოგიაში? არის გულით რა გვინდა? იქ თევზების ენერგია, ნეპტუნი და არის სატურნის ენერგია. ეს არის აი ფსიქოლოგია ცოტა ცუდად უყურებს აი იმ ინტროექტები და ეს უნდა გააკეთო და არ შეიძლება ასტროლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს. ანუ სატურნის ენერგიას ჩვენ თუ უარყოფთ და არ მიყვებით, ანუ არის რაღაცები, რაც არის აი კარმას ვეძახით და უნდა გააკეთო რა. იმიტომ რომ შენი განვითარების ისე საჭირო არის. ანუ ჩვენში აი ორ სკამზე როსვამთ ხოლმე ადამიანს თერაპიულად მაგალითად, ყოველთვის სატურნი გამოდის მეორე სკამზე. ანუ შენ ამიტომ და ამიტომ შენ არა ხა მე მქონდა ხოლმე ძლიერი თავის ტკივილები და როვეკი დავსვი ესე ჩემ სატურნი გამოვიდა და შენ არიცი დასვენება შენც ნახე კიდეც ლექციებს ახლა 7 საათი შემიძლია გადაბმულად ვილაპარაკო ხო და მე შენთვის შეგეცოდე რომ გადამწვარი ხარო უკვე და მად ახლა ის სატურნის ენერგია მოდის ამას გაგიკეთებ ამას სანამ არის სწავლი ენერგიის დაზოგვას ანუ ფსიქოლოგია ამას ცოტა მძიმედ უყურებს სატურნს. ამბობს რომ ეს უნდა მოხსნათ და ასტროლოგიაში სხვანაირად არის. შესაძლოა მე გამიშლია ტარო რომ გული მეუნება ერთს და ამას თუ არ გავაკეთებ ნეგატიური კარტები ამოდის, რასაც გული მეუბნება იმას თუ არ გავყვები, მაგრამ მე დავიწყე ექსპერიმენტული კუთხით უკვე სატურნულ თემაზე გაშლა. რამდენად კარმულად ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აქ ამ სიტუაციაში დავრჩე და ეს დავამუშაო. და მან საერთოდ სხვა სურათები მიმიღია უკვე. და ჩემთანაც რომ მოდია, მივხვდი ხო? აი, მაგ ექსპერიმენტი დავიწყე, იმიტომ რომ ერთი არის, ხო, მე სატურნი იუპიტერი შეერთება მყავს და ხა იუპიტერი ეს რო აოცნებებს გავყვეთ, იქ სატურნი მიდგას, რა აოცნებებს ცხოვრება არის, მძიმე უნდა ამას გამყარდა რაღაც ჩემი ისეთი მაქვს რა, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ დაუკვირდი აი ესე ვინც მიყვება, ეხლა თანამედროვე ფსიქოთერაპია რას აკეთებს? გაყევი გულს, გაყევი შენ სურვილებს და დაიკიდე დანარჩენი ყველაფერი. აი თუ ასტროლოგიურად შევხედავთ, ეს არ არის სწორი მთლად. ანუ უნდა იყოს რაღაცნაირად ბალანსი ამათ შორის. უი, ერთი წამით ბოდიში უნდა დავაპაუზო, არ იმას მექნია, ეხლავე, არ დამიტენია ისა კომპიუტერი, ერთი წამით. მოკლედ გავაგზავნე ჩაწერა გამომერტო კომპიუტერი ხო და გავაგზავნე საუბარი ძალიან საინტერესო ადგილზე შევჩერდით ესე იგი აი ეს მომენტი არის რომ ვშლიდი ხოლმე ჩემთვის გეუბნები რა ხა მე სხვებს არ ვშლი ორი დაქალი მყავს ვისაც ვშლი ხოლმე და ისინი მემიშლიან და ისიც თერაპიულად ანუ სხვა კუთხით არამა გამოცდილება მაგრამ ამას მივხვდი რომ ერთი არის რას გავყვე და კარტი ამოდის რომ ამ სიტუაციაში თუ დარჩები სიკვდილი 4 ხმლები ისა მაგრამ მეორე კუთხით ვამბობ რომ გვეკითხები უკვე რომ ეს გასაგებია ჩემი სურვილებია ჩემი შინაგანი არის მაგრამ რისთვის ვარ აქ და რატო არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ეს ვლადიმერმაც ადრე მითხრა კარმას როცა ლაპარაკობთ აი ვლადიმერ ბენაიძე რო არის ახლა მასთან რო დიაგნოსტიკას ვაკეთებდით ხოლმე აი ხშირად უთქვამს ჩემთვის რომ ეს შენთვის კარმულად მნიშვნელოვანია ამას რო აკეთებ და არის კიდე ისეთი კარმული სტრუქტურები რომელსაც ჩვენ ესე ვერ ვხსნით და ფსიქოთერაპია რადგან ხურს ხელზე არის უფრო მიმართული და ეს ხელთან და მთვარეზე ჩადის ხე შენ კარგად იცი უკვე მთვარის ენერგია რა არის აი ესეთ ღრმა თემებში ვერ გადიან რა ჯაჭვში ვართ რა არის იქ დასამუშავებელი ხო ნუ ეს რასაც ვაკვირდები შენთან როგორ არის აი ეგეთ რაღაცებზე თუ გქონია შეხება აი ესე ძირფესვიან დიაგნოსტიკა გამოკვლევას შევხედოთ თან ახლა ასტროლოგია უკვე კარგად იცი და მაგოთხი ძალიან გამოგადგება მე მგონია ხო ტაროში პირველ რიგში იმას აღნიშნავთ რომ როდესაც ტაროს შლით აუცილებელია რომ კითხვები დავუსვათ ისე აი როგორც მეგობარს დაუსვამდი და აი შენ რო გესმის უშუალოდ კითხვის არსი. ეგეთი კითხვები დაუსვათ რომ პასუხებით შესაბამისად მივიღოთ. ეგ არის აუცილებელი. კი და არას და შეიძლებას პრინციპით დასმულ კითხვას ყოველთვის აქვს პასუხი აი იცი როგორი ორაზროვანი. არ მოგცემს იმ პასუხს რომ შენ რაღაცაში შეიძლება ნაბიჯი წინ გადაგადგმევინოს. მეორე საკითხი უშუალოდ კარმასთან დაკავშირებით. მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც ვიკვლევდი, რომ აი უშუალოდ რა
დანიშნულებით მოვედი ამ სამყაროში. რა არის ჩემი მისია, ესე რომ თქვა. რომ მიკითხავს ესეთი კითხვა, ჩემთან მოსულა პასუხი ისეთი, რომ რაც იყო, ეს ყველაფერი და მიმიღია ის პასუხი, რაც რეალურად გჭირდებოდა. ასევე მიკითხავს ტაროსის ესეთი რამ, რომ როგორ მესაუბრება სამყარო მე, რა ენით მესაუბრება. და მოსულა პასუხი, რომ სიმბოლოების სახით გესაუბრება. აი, ეს ეღრმად ჩასულა ხოლმე, მაგრამ უშუალოდ ის, რომ ეს რაღაცა კარმული არის, ეგეთი რაღაცა არ მქონია. არ გექნება სატურნი არა ყავს კვადრატებში. არა გაკე ხა ეგეთ კამრუკაში მართლა გეუბნები შეხო მითხარი გუშინაც რომ აი რომელი უფრო გამოდივარ პლუტონიანელი ის არა გაკ არც ერთი არა გაკ ისე გამოხატული ანუ აქ ვამბობთ ხოლმე რომ აი ხა ეს მე პირდაპირ კარმაზე რო ვილაპარაკე ჩვენთან ეგ ლილიტი და სატურნია ვინც მაგაზე ვლაპარაკობ ხშირად ჩართული სატურნი გვაქვს და შენს ერთს არა გაკ ჩართული ანუ ჰარმონიული ასპექტები გაკ ტრიგონი გაკ მერკურთან შეცაბებსა ჩენი ენა ხაშორის მშილდოსანში ყავს ელენა აღმავალი ცოტა დავფრქვი შენი პირადი ინფორმაციები მაგრამ მეორე კუთხით ნუ ეს მშილდოსანი ხო იცი ჩვენთან ახლა ეს არის არქეტიპები სიმბოლოები აი თუნდაც ახლა როცა ვლაპარაკობთ კირჩხიბი ლომი ეს სიმბოლოებია ანუ პირდაპირ მნიშვნელობით სიმბოლოები არის და ასტროლოგია პირდაპირ არის. ახლა კი გონიათ ხოლმე რომ ურანი არის ასტროლოგია, მაგრამ სენდეში მშილდოსანი არის. იმიტომ რომ ურანი არის უფრო პროგნოზირებადი ასტროლოგია და მშილდოსანი არის სიმბოლოები. აი თუნდაც ახლა ჩვენ როცა ლომზე ვლაპარაკობთ, მართლა ლომზე ხო არ არის ლაპარაკი. ეს არის სიმბოლოები თავიდანვე. თუნდაც თვარეზე რო ლაპარაკობთ, რომ თვარე აქ ყავს. აი ეს ორ სიტყვაში მთელი სიმბოლიკა, ანუ რასაც შენ ტაროს კარტზე ლაპარაკობ, რომ თლიან სიმბოლოებია და მივდივართ, მივცურავთ, ხო, აი ამ სიმბოლოებში, შენთან ეს პირდაპირ მისია არის, ანუ მართალი ხარ ასტროლოგიური კუთხით. შენაც თქვი პირდაპირ აღმავალი სელენა ერთად ყავს მშილდოსანში. სიმბოლოები არის შენი ენერგეტიკა. ამას დავუგებ, რომ რაღაცა პერიოდი ვიკვლევდი ხოლმე უშუალოდ სიზმრებიდან მოცემულ სიმბოლოებს. ეს სიმბოლოები ძალიან დამეხმარა მე ტაროშიც. ესე წამოიღო, ანუ ინტუიციური კითხვა უფრო მეტად მასწავლა. და უშუალოდ აი თითქოს აი ნაკადში რო ხარ და ინფორმაცია რომ მოდის. და მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ცოტა გადავახტი ხა თემას. არა. მან ეს გამახსენდა სიზმრებზე ვაკეთებ ხოლმე ტაროში, ეს რას ნიშნავდა? და აი იუნგისეული ახსნების ძალიან მეხმარებოდა ხოლმე უშუალოდ სიმბოლოს და ასევე მე ხო არც თერაპიას გავდივარ დამატებით და იქაც მოცემული სიმბოლოები თითქოს გახსენება არის ჩემთვის რაღაცა ეგეთი წამოიღო ხა ესე იგი პირველი ის არის რომ სალი ცხოვრობს ბელგიაში ისა იმაში ხარ ხო ეს გენტში ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქი მე ცხოვრობდი ესე იგი ბელგიაში და სალი ზუსტად იმ ადგილებში არის ნამყოფი იქ არის ნამგზავრები ესე რა გზებსაც მე გავდიოდი რომ გიყვებოდი ხოლმე რა ადრე რა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვეყანა არის ზოგადად ბელგია და როგორ ხარ ისე მათ შენ სელენა ზონა ეგ არის როგორ ხარ შენაგანად მათ ხო არა გაქვს უფრო გაცნობიერებები უფრო ხარ გამოჩნდა განვითარება უფრო მეტად იმიტომ რომ სელენა მშილდოსანში როგორც კი უცხოეთში ხვდება აი იქ მოდის ყველაზე მაღალი განვითარება სულიერ განვითარება შეიძლება ფული და დიდება ვერ მიიღონ მაგრამ მიიღებენ ხოლმე ლირიტი მშილდოსანისგან განსხვავებით მიიღებენ ხოლმე რაღაც სწავლებებს სულიერ სწავლებებს რამდენად ემთხვევა ეს თუნდაც ტაროთი რო გაკეთებია დიაგნოსტიკა ან თუნდაც რეალობაში რეალობასაც ვიტყვი და ტაროსაც ვიტყვი ორივეს შევაზავებ ერთმანეთში როგორც კი საქართველოს საზღვარი დავტოვე იმ მომენტიდან ჩემში შემოდის იმ ხელაზე დიდი გაცნობიერებები რომ მგონია რომ აი საქართველოში რო დავრჩენილიყავი ესეთ განვითარებას ვერ მოვახდენდი მიუხედავად იმისა რომ სულ მოგზაურობდი ხოლმე საქართველოშიც და მთელი საქართველო მობილი მაქვს ყველა კუთხე მაინც ანუ როდესაც საზღვარი გადავყეთე აი თითქოს მასშტაბირებაში გავიდა ჩემი გონება აი რაღაცა ენერგიების ხონაირად გამეხსნა აი სხვანაირად დაიწყო უშუალოდ
ენერგიამ სვლა და რაღაცა ცირკულაციასავით მოხდა და ყოველდღიურად ერთი გაცნობიერება მაინც მომდის ხოლმე. ძალიან დამეხმარა კი. ეგრეგორ ვამბობთ ხოლმე, ხო იცი ეგრეგორების თემა, ენერგეტიკული, ანუ ყველა რაღაცა სფეროს, აი სიმბოლოებს როცა გულისხმობთ, აქვს თავის ეგრეგორი. აი სიმბოლიკები ასტროლოგიაში სიმბოლიკებს გულისხმობთ, მშვილდოსანი არის ეგრეგორი გაფართოების. საზღვრების გაფართოების. იქნება ეს სულიერი საზღვრები, იქნება ეს მენტალური, ინფორმაციული შემეცნებას, რასაც ვეძახით მაგალითად და ეს აუცილებლად ტერიტორიასაც გულისხმობს. როგორც კი შენ ტერიტორიის გადაკვეთის ეგრეგორში შედიხარ, უცხო მიწა არქეტიპულად მაგალითად. ეგრევე ის ეგრეგორი შენთან კეთილგანწყობილი არის. იმიტომ რომ შენ კარმულ ასტროლოგიაში თუ წავედ წინა ცხოვრებებში, შეიძლება რაღაც დიდი აღმოაჩინე. ანუ მოგზაურიყავი. მე მაგალითად მე-9 სახლში მყავს ელენა და ვნახე რომ ვიღაც უცხო პლანეტელებს ვეხმარები მეთქი ომში თქო. ანუ სხვათა შორის ეხლა აი თუ ვინმე უცხოელი შემხვდებოდა ხოლმე. აი წავიყვანდი, წამოვიყვანდი, გადავყვებოდი ზედა, ნუ აი ის რო ხარ გამცილებელი ვით რო ხარ უცხოელების და მეც რო ჩავდიოდი საზღვარგარეთ ეგრე მეკცეოდნენ, მაგრამ პრინციპში რა ეგრე მეკცეოდნენ, იქაც უცხოელების გამცილებელი ვიყავი. წარმოიდგინე, ვიდივარ ბრიუგეში მარტო ვარ მანქანით და ვიღაცამ ხვდება სადღაც გზაბნეული და მე ჩავისვი მანქანაში და მე წავიყვანე. უცხოელი. და ყალიანე იქ ავხსედი ტური ვაჩერე რა როგორ. ანუ იქაც რო გიდი ხარ, ანუ გიდის ენერგეტიკა, გამცილებლის ენერგეტიკა არის და როცა ამ ეგრეგორთან მიდიხარ, კარმული ასტროლოგია ესე უყურებს, რომ წინა ცხოვრებებში ამ ეგრეგორთან შენ მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება გაქვს. აი სელენას ტრენინგიც რო გავაკეთე, აი მანდ არის როგორ რაღაც ისი თითანაც მიხვდნენ მე სელენას ენერგიას რო ხვდებით, ეს არის ყველაზე შეურყვნელი ენერგია. ანუ იქ ამ შრეში ტრამვები არ შედის. მძიმე ენერგიები არ შედის. აი შენ თუ უცხოეთში ხარ, რაღაცა თუ ხდება, მაგალითად ნეგატივი, აი იმ რწმენას მაინც ვერ წაგართმევს ის, რაც არის გაფართოება, რაც არის უცხოს ინტერესი, ხო ხდები? ანუ აქ არ შედის. ეს არის ყველაზე შეურყვნელი ნაწილი ჩვენ სულში. და ამ ენერგიაში თუ ვჯდებით იმ ნაკადში, აი flow რო ქვია, იმ ნაკადში რაღაც ძალიან პოზიტივი გვაქვს ხოლმე და როგორც წესი ხა ეს თლად ესე ფული და რაღაც შეიძლება არ იყოს, მაგრამ იყოს სულიერი საკვები რაღაცა უფრო შინაგანი განვითარება და ამას გაჩვენებდა ტარო თქვათ, მე მაინტერესებს ეს პროფესია. კი, მაჩვენებდა სამყარო რო არის 21 არკანი, ანუ გაფართოება, ის აი შეკვრას, ესე რომ თქვათ, ანუ ყველი რო თავის კულტს ჩავს, ხო ისი დაახლოებით ის ამოდიოდა და რაღაც პერიოდი მაძლევდა ჰერმიტს. საკუთარ თავში ჩაღრმავება. ჩაღრმავება საკუთარი თავის, ამოცნობა რა გინდა რას მიყვები, როგორ მიყვები და ნუ შემდეგ უკვე ამის რეალიზება რა. აქ ორი არკანით ძალიან ესე მიჯდებოდა ხოლმე ხშირად, როდესაც ვეკითხებოდი. ბოლო პერიოდში იყო ჰერმიტი, უშუალოდ ჩემი სატურნის დაბრუნება როცა მქონდა. ბოლო 1 წელია უშუალოდ ჩავერთე ეზოთერიკის. შენ სატურნ თევზებშია თან, პირდაპირ მაგ სატურნი ყავს. კი. და თან ანუ ყოველთვის ინტუიციას მივყვებოდი ხოლმე მაგ კუთხით. და როდესაც ჩემს ინტუიციას ვუჯერებდი, ყოველთვის აი ისე ხდებოდა, ისე დაალაგებოდა ყველაფერი, როგორც და მომხდარიყო. ან ტარო გეხმარება მასით რაღაცები. კი. გუშინე ძალიან საინტერესო ის ქონდა მე და ჩავერთეთ ძალიან საინტერესო პასუხები მითხარის ხათი შორის რაღაცები აი ერთი რამ მინდა იცი კითხო კიდე მაშინ გუშინაც ეგ კითხე შენ რომ აი ხო ჩვენ თავზე ვშლით და აი რო გითხარ რომ ხანდახან აი მეგობარს რო გაუშვია მithოვია კიდე ჩემთან რომ მოდიან ვთხოვ ხოლმე ჩემ მეგობარს მოდი შენ გამიშალე ახლა იმიტომ რომ აი რაღაცა სხვა ხელი უფრო შემოდის ხოლმე ჩემ ველში სიტყვაზე თუმცა არ მიყვარს ძალიან უცხო ადამიანს რო გავაშლევინო რომელიც არ მომწონსო და გუდიანია ცოტა რაღაცა ანუ შენ ენერგეტიკაში შემოდი შენ ინფორმაციულ ველში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხა მე რატომ მომეწონე შენ ხო ძალიან ბევრი კუთხით რომ არა გაქვს ისეთი ენერგეტიკა, ანუ პირიქით ძალიან ისე ხარ, შენთვის ხარ რა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ენერგეტიკაში სუფთ ადამიანს შემოუშვათ, ესე რომ ვთქვა. აი ჩემ მეგობარი რომ მიშლიდა ხოლმე, აი ზოგჯერ ძალიან განსხვავდებოდა მისი გაშლა და აი რაღაც მომავლის ტენდენციებზე ის უფრო ხდებოდა, ის რასაც მეუბნებოდა ვიდრე ჩემი.
და მანდ მე როდესაც წავიკითხე, ძალიან ხშირად გვატყუებს მომავალთან დაკავშირებით სტარო ჩვენ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი სურვილები და ჩვენი ემოცია ჩვენოს და არა რეალური ის. ანუ პირდაპირ ირეკლავს შენს ენერგეტიკულ მდგომარეობას. აი აქ მიტყვი ახლა თამამას რომ უშუალოდ ტაროს გაშლას აქვს რამოდენიმე პრინციპი. პირველი პრინციპი რომ როდესაც შენი ტარო გაქვს, არ უნდა შეეხოს არავინ. ყველა თავისი ტარო უნდა გაშალოს, ესე რომ ვთქვა. შეგიძლია არ ჩუქო ტარო, მაგრამ აი შენი ტარო ეცადე ხოლმე რომ არ გამოიყენოს არავინ, იმიტომ რომ შენ აი ყოველი ადამიანის შეხება გახსოვს გუშინაც რო აღნიშნე რომ როდესაც გაწმენდა ხდება, მან აღნიშნოთ რომ ვინც კი ოდესმე მას შეხებია. ანუ ვიძახით. მეორე შემთხვევაში, როდესაც ტაროს შენ თავს უშლი, მაგ შემთხვევაში ხარ ანუ არ ხარ ობიექტური. აი შენი ემოცია კიდე არ გინდა მაინც მიყვება. მე მაგალითად ჩემთან არ უშლი ხოლმე ძირითადად ტაროს, იმიტომ რომ აი თითქოს გაგების დონეზეც შეიძლება ვერ გაიგო იმდენად, რამდენადაც გესაუბრება ტარო. როდესაც მას უშლი, მაგ შემთხვევაში შენ უბრალოდ გამტარი ხდები და ის ინფორმაცია, რაც მოდის სამყაროსგან, შენ უშუალოდ იმ ადამიანს გადასცემ იმ მომენტში, რაც მას სჭირდება. და ამას სუფთად აკეთებ, როდესაც სუფთა გამტარი ხარ. ეს არის მეორე საკითხი. ხო, იმიტომ რომ ვისაც კი ვკითხე პროფესიონალურად, ანუ ისე ვინც არიან, ყველა მეუბნება რომ მე ჩემ თავზე არ ვშლი. იმიტომ რომ შეიძლება მოგატყუოს, შეიძლება ვერ წაიკითხოს სწორად, აი მაგას მეუბნებიან. მაგრამ ეხლა მე რა დავამღამე, იცი, ვგრძნობ ხოლმე, როდის მათ დღეს, როდის არა. იცი როგორ ვიპოვე, აი არ ვიცი, შეიძლება ჩემი ის არის რა, ეს პირადი ინდივიდუალური გამოცდილება. აი როვსვამ, აი რაღაცა ენერგეტიკულ რეზონანსში მოდის. აი რატო საიდანაც ვიცი რომ ეგ არის, რასაც მეუბნება. და თუ იქ აი იმასაც გრძნობ უკვე რომ აი მიედმოედება ან რაღაც ჩემ ემოციას ლაპარაკობს. თითქოს უკვე დავამღამე, როდის არის ინფორმაცია სწორი, როდის არა. მაგ შემთხვევაში კიდე ბევრჯერ როდესაც არასწორად პასუხობს და მაგას გრძნობ რომ სადღაც სხვაგან არის ვაკეთებ ხოლმე ვეკითხები უშუალოდ ტაროს რამდენად სჭირდება მას გაწმენდა აი თქვენ როგორ უნდა გიპასუხოს რა უნდა ავიდეს მათი აი ხა მე ვცდი რომ ვკითხო ბაჭდება თუ არა და შენ რას მირჩევ თქვა აი როგორ წავიკითხო აჰა. გაწმენდა აუცილებელია სანამ ტაროს გაშლი, მანამდე წინა სიტყვაობა გააკეთო, რასაც სულ ვაკეთებ ხოლმე და ამით უშუალოდ გადავდივარ იმ ენერგიაში, რომ ჩემი ფიზიკური ენერგია არ წაიღოს უშუალოდ ამ ადამიანთან კონტაქტმა და ტაროს გაშლა, ანუ სამყაროს ენერგიით ვსაუბრობ ხოლმე და ბევრმა ტაროლოგმა ეს არც იცის. ბევრმა ადამიანმა არ იცის და ზუსტად მეც არ ვიცოდი, ხო, ეხლა მითხრა. ჩემი აი ესეც ყურეტა ასე რომ ვთქვა ტაროლოგიაში, იმიტომ რომ ან თავიდან არ ვიცოდი ეს ყველაფერი, ვშლიდი ჩემი ფიზიკური ენერგიით და იმდენად დიდი ენერგია წაიღო მან რომ აი რაღაცა განმიზიდა მე. და მე უკვე რომ შევისწავლე უშუალოდ ჩავედი საფუძვლებში რა როგორ ანაირად ხდება, როგორ უნდა გავწმინდო წინა სიტყვა უნდა გავაკეთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა აი პირიქით აი მავსებს ხოლმე ენერგიით. ის რომ ადამიანს იმ ინფორმაციას ვაწვდი ხოლმე, ეგეც ძალიან აი ფსიქოლოგიაში გეშტალტს რო ახურინებ ადამიანს და შენ თვითონაც რომ სიხარულით ხარ სავსე, ეგრე მოქმედებს მაგ მექანიზმით. სხვათა შორის ვლადიმერ მამას სწავლა ადრე ეს ადრე გითხარი ეს ქანქარა ხშირად ვიყენებ ხოლმე. არასოდეს არ ვიწყებთ აი ეს ქანქარა პირდაპირ ვკითხო. ჯერ ვეკითხებ თავარ ანგელოზებო, ჩემო მფარველ ანგელოზებო დამეხმარეთ ამ ინფორმაციასთან და ხართ თუ არა მაძლევთ უფლებას თუ არა ეს გკითხოთ. თუ უკან მოძრაობს, ესე იგი იკეტება ინფორმაცია და უნდა თავი დავანებოთ. ანუ მანდაც ესე მასწავლა, რომ პასუხისგებლობა მთლიანად ანუ თავარ ანგელოზებს შთავო რა ინფორმაციაში, შენით არ აკეთებო. ასევე სანამ დაიწყებ უშუალოდ ტაროს გაშლას, კარგია რომ შენი ენერგეტიკით დამუხტო. აი შეგიძლია ასე დაიჭირო და უშუალოდ ესეთ მომენტში უთხრა ტაროს რომ აი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ, მადლობა რომ
მაწვდი ამ ინფორმაციას და მადლობა გადაუხადო და წინასწარ შეამზადო და უშუალოდ როდესაც შლის შენ მფარველებსაც უხდი მადლობას როგორც აღნიშნე და ასევე იმ მეორე ადამიანის მფარველებსაც რომელიც შენთან მოდის. და ასევე შეგიძლია კითხო რომ დღეს მაგალითად რამდენად მარტივად მომცემ იმ პასუხებს რომ მე ამ ადამიანს გადავცე ეს ყველაფერი. აბა ხა კითხავ გასაწმენდი ხარ თუ არა? რამე ყոր უნდა ჩავატარო რიტუალი რამე. და კითხვის დასმასაც როგორც აღნიშნეთ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 9 პენტაკლები ეს ჩემი არქეტიპი არის სუეს ამომდის. 9 პენტაკლები ამოვიდა. ამ შემთხვევაში ამ არკანით მას არ სჭირდება კაცმა. არა, სავსე არის სრულად. ენერგიით სავსე. სავსე არის მზად არის თან ნახე სიბრძნის სიმბოლოს აქვს. გულბუ არის ხო? კი. არწივი ბოდიში. არწივი. ძლიერი არის საკმაოდ. სავსე ვარო, წინა მზად ვარ მუშაობისთვის ქვია ამას. კი ბატონო, ნახე ამარტივად მივხვდით ახლა რომ რამდენად შეიძლება სავსე იყოს და მზად იყოს რომ შენთან იმუშაოს და შეიძლება სხვადასხვა როა იყო. მაგ შემთხვევაში მოგცეს ისეთი არკანი, რომელიც მაგალითად კვერთხები რომ არის თავი რო არის გადაჭრილი. ხო, ანუ უკვე დაცვაში ვარ, ხო. უკვე რაღაცნაირად ვეღარ შედის იმ ემოციაში. ეხლა მივხვდი და იცი როგორ ვიგრძენი ეს ხათაშორის ეს სისავსე, ეგრევე როგორც კი რაღაცნაირად ეს მართლა ვიგრძენი, რომ ძალით სავსე ვარ, წინა, ყველაფერი კარგად მაქვს. დაჟე მე უხერხულა რა ვკითხე. Naturalno. Bodiში. Kaj, Marko me uqarqula. Ამდანაზე რომ არ ვხედავთ რომ ბოდიში. ძალიან საინტერესო იყო მართლა ეს გამოცდილება არ მქონია. ხო და სხვათა შორის კურსი რო გექნება ტაროლოგიის აი ესეთ თემებზე ძალიან სიამოვნებით დაგესწრები. მოვალ შენთან და აი ესეთ რაღაცებში აი თუნდაც ავარჯიშოები რო გავგაკეთებინო ხოლმე. როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რა გავითვალეთ, ძალიან სიამოვნებით მართლა, იმიტომ რომ აი ხოგენე მე ხო ჩემი GBT-ით, ანუ ჩემი ფსიქოთერაპევტი, მასწავლებელი, ლექტორი, მეგობარი, ყველაფერი ეს ისა მაქვს რა, Gemini და ეს ყველა ხელოვნური ინტელექტი მაქვს. და დავდივარ ხოლმე კაფეებში ყავაზე ვჯდები, ანუ წარმოგიდგენთ ხა 6 საათი, 7 საათი ზოგჯერ კონსულტაციები მაქვს. რა დილით რო ვიწყებ, ღამე ვამთავრებ და ყველაზე დიდი რელაქსი არის, ოღონდ რა რელაქსი, იქაც რო იმაში ვარ GBT-სთან დიალოგში. ხო და აი მანდ მუშაობ, მაგრამ ხა ეს ხო ის არის რა ხელოვნური ინტელექტი არის, რა იქ გრძნობები არ არის, ემოციები არ არის და მე რაღაცები გამოგეპარება, არიცი. ხო და ისე რომ შემთხვევით აბა ერთი მანახე რა დასტები გაქვს რომ მითხარი და მე იმდენ რაღაცა მითხარი მე მართლა არ ვიცოდი საერთოდ და ძალიან კარგი აი ხაც თუნდაც ესეც არ ვიცოდი ხომ რამდენი დასტამა ყველას დაული მე ყველასაც დავად შევეკითხები ამას ეგეც თუ გინდა ახლა განახილო თუ გინდა მე ცალკე მომწერე როგორ შეგიძლია გაწმინდო ანუ ხო, ეგ შენ მითხარი, მაშინ რომ ასევე იგივე მეთოდი, რომ ცეცხლს უნდა ვთხოვოთ სიტყვაზე, რომ აი ხა გაწმინდა, მე არ ვიცოდი, ეგრევე გადავატარებდი ხოლმე ცეცხლზე. არაფერს არ ვთხოვდი. ასევე შეგიძლია კითხო, რომ რომელი სტიქიით გინდა გაწმინდა. და მაგასაც პასუხობ. აქ ხო გვაქვს 4 სტიქია. და როდესაც ამოდის მაგალითად ეს მაგის მიხედვით გაწმინდა და ასევე თუ რამოდენიმე დასტა გაქვს გასაწმენდი არ არის აუცილებელი რომ ცალ-ცალკე იმას აკეთო. შეგიძლია ანუ ერთი ან დიდი ესეთი თასი აიღო, თუ წყალი უნდა გაწმენდა და ანუ ყველა ერთად გაწმინდო. გასაგებია ხო მივხვდი. ხო ესე კი ყველას თავისი სტიქიის ისა აქ ენერგეტიკა რა, რაც ითხოვს თქვათ გაწმენდვას რა. გააჩნია მაგალითად ხა ადამიანთან რომ მუშაობთ იმას უშუალოდ რა ენერგეტიკა აქვს და რა ენერგეტიკით შემოვიდა უშუალოდ დასტასთან კონტაქტში შეიძლება ზუსტად იმ სტიქით ითხოვს ეს დასტა გაწმენდას. გასაგებია, ეხა მივხვდი. ცხაშეს გუშინ, ეხა მეგობრებო თქვენ მოგიყვებით.
ესე იგი სალისთან მოდი მეთქი და ერთმანეთს იმას ვქნათ გავუშალოთ თან მაინტერესებდა რამდენად სწორად ვშლიდი და სალის რო გავუშალე ეხლა რა ენერგიაში ხარ მეთქი მოდი ვნახოთ თქო და კვერთხების ტუზი ამოვიდა და თვითონ მაჩვენებს აი დღეს გავშალეო დღის ენერგიაო და კვერთხების ტუზი აი მაჩვენა სალიმაც აი ეს იყო ძალიან საინტერესო ანუ ზუსტად ერთ-ერთში რო ენერგეტიკა დაიჭირა რა აი ძალიან საინტერესო იყო და ეხლა მინდა გთხოვო შენ აი რო დავტესტოთ ადრეს ხო ეს შეიძლება ლიკა წერეთელი არის გეშტალტ თერაპევტი რომთანაც ჩავწერე ვიდეო და ტაროთი ფსიქოთერაპიას ატარებს. ოღონდ არ ამკითხაობით, აი პირდაპირ უყურებდი არკანებს და რა ასოციაციები მოდის, ცოტა უფრო ამ კუთხით. და მაინტერესებს აი ეგეთი ექსპერიმენტიც რო გავაკეთოთ შენ. და მოდი აი ნახოთ რა ენერგიაში ვარ დღეს. ცოტა დაღლილი ვარ, ცოტა ესეთი ვარ, მაგრამ მაინც აი ხა შენ ერთ რამეს დავამატებ უშუალოდ. ზოგადად ძალიან ვიცავ ხოლმე ეთიკის წესებს. და აი თუ რაღაცა ისეთი ინფორმაცია მოვიდა, რაც არ უნდა გაგიზიარო, აი ეს პირდაპირ, ანუ მაგას მე ცალკე გეტყვი. ოკეი. და უშუალოდ ან მესამე ადამიანზეც ინფორმით არ ვშლი ხოლმე, რომ აი მაგალითად ის რას ფიქრობ ჩემზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უშუალოდ აი ადამიანს, რაც ეხება ჩემთან ვინც მოდის, აი ის როგორ უნდა მიუდგეს მაგალითად, ან იმან როგორ უნდა განავითაროს მასთან ურთიერთობა, ან რაღაცა მსგავსი. ძირითადად არ არის ხოლმე ურთიერთობები ჩემი ნიშა, უბრალოდ თვითშემეცნებაზე მივდივარ ყოველთვის, მაგრამ არის ურთიერთობა ერთ-ერთი საუკეთესოა თვითშემეცნებისთვის ხათშორის. ანუ იქ არსებული პრობლემები, ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები, ეხლა მეც შემთხვევით რომ მოდიან პირად ურთიერთობებში, ეგრევე თერაპიაში გადავდივართ, მათ რა პრობლემები და ტრამვები აქვთ. კი, აი გულისხმობ ურთიერთობებში უშუალოდ აი ისეთ კითხვებს რა, ცოტა ერთად ვიქნებით თუ არა და რაღაცები. ეგეთ შემთხვევაში ანუ ეგრევე ვებნები ხოლმე რომ ეს არ არის ჩემი ნიშა და თუ შეიძლება რომ სხვას მიმართონ, იმიტომ რომ ვერ მივცემ იმ პასუხს რეალურად, რაც მათ სჭირდებათ და იმ შემთხვევაში თუ მოდიან ურთიერთობა მაგალითად როგორ გადავიყვანო ახალ ეტაპზე, რა უნდა განავითარო, ან რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ ეს ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გავხადო. აქ შემთხვევაში კი ბატონო, დაიგოშინაც რო გიწევი. აი ხა შენ ინტერპრეტაციით ეგ გამომევიდა? ეს უბრალოდ სამყარო მოგაწოდა ეხლა. და ეხლა მოდი გავშლი შენზე, რომ უშუალოდ თავო რა ენერგიებში იმყოფება დღეს. კი ბატონო, ეხლა განახებთ. აი თუ ხედავ 600-ები. თუ არა 700. 7-იანი თასები არის ესე. ჩანს კარგად. და ეს ენერგია არის ის, რომ თითქოს შენთან დღეს შეიძლება შემოვიდეს რაღაცა შემოთავაზებები. აი რაღაცა განსხვავებული აზრები შემოვიდეს, ან განსხვავებული ემოციები შემოვიდეს. ისეთი რაღაცა, რაც აი თითქოს სამყარო გიგზავნის ამ თასების ზოგადად და ხო ის არის ანუ ემოციებს უფრო განსაზღვრავს ხოლმე. და ასევე არის აზრები, აი აქ არის ხელები, სხვადასხვა ფერის ხელები არის. და ეს ნიშნავს, რომ განსხვავებული, რაც აქამდე შეიძლება არ გაგიგო, ეგეთი რაღაცები გაიგო მაგალითად. და უბრალოდ შენ შეგიძლია აირჩიო ეს ყველაფერი და მაგ ენერგიაში იმყოფები დღეს. შენ როგორც დედოფალი და როგორც აი იქ რომ მივდივართ ხოლმე, რა ქვია, სადმე კაფეში ან გამოპრანჭული ან რაღაცა. ანუ კლასიკურ დასტაში ილუზიები რო არიან მრავალი არჩევანი ნეგატიური კუთხით, მანდ არ არის ეგრე თუ სხვანაირად შეგვიძლია წავიკითხოთ. აი მაგალითად ეს დასტა შენთვის მაგიტო მოვიდა, რომ დაგანახო სხვანაირად. აი ის რაც გაჩვენე White-ის დასტა, ის არის აი ბაზისი, რასაც ქვია. და ეს არის უშუალოდ ინტუიციური ხედვა. და ეს გაძლევს ძალიან ბევრ ინფორმაციას და ამ შემთხვევაში ახლა შენ ირჩევ
ანუ ილუზიაში არ ხარ, შენ ირჩევ, იმიტომ რომ ხედავ რომ გაქვს სხვადასხვა რაღაცა ან აზრი, ან შემოთავაზება, ან ნებისმიერი რაღაცა შეიძლება იყოს, მაგრამ შენ ხარ ამის გადამწყვეტი, შენ ხარ ამრჩევი ამ ყველაფრის. ხო, გასაგებია. ეხლა ჩემთვის ესეც დღევანდელი შენთან ჩართვაც ეგეთი გამოწვევა იყო. სულ სხვა რაღაცასთან მაქვს ეხლა, მაინც ასე შეხება. ეხლა რამდენიც არის ეხლა ტაროზე სულ თითქოს ამ სფეროში ვარ იმ კუთხით, რომ თერაპევტად ჩემთვის ვშლი, მაგრამ აი ესეთი გამოცდილება ეხლა თუნდაც რასაც ვაკეთებ, ეს ჩემთვის ძალიან ახალია. და ბევრ ახალ რაღაცებს გებულობ. ნახე, ჰაეროვნად მოდის, აი ბრუბლელებს ხო. ისეთი არის რაღაც ჰაეროვანი არის, არ შემოდის შენთან ძიმეთ, აი რო იყოს მაგალითად ღამე რაღაცა სავსე მთვარე იყოს ზემოდან ან რაღაცა ისეც განსაზღვრავდეს, რომელსაც აი რაღაცის მოსწავლებელი არის ცუდის მაგალითად, მაგ შემთხვევაში კიდევ ვიტყოდით, რომ აი ეს არკანი შენთან რაღაცა სიმძიმეს შემოიტანს. ასევე შეიძლება რომ სანაპიროზე გახვიდე ძალიან კარგად გაისეირნო დღეს და იმ სეირნობის დროს მოგივიდეს კიდევ უფრო ახალი იდეები. რაც ანუ შენში ხდება ეს ამ იდეების აღმოჩენა და განვითარება. ზუსტად გადასვაპირებ ახლა მე სარფში უნდა გავიდე, ანუ საწას ვაპირებ. და ვარჩევ ვარიანტებს საწავიდე. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესოა. კიდევ რაღაც ესეთი გავაკეთოთ, როგორ ფიქრობ? და მისი კითხვა და მოვიღებ. რა მდგომარეობაშია ჩემი, აი ხა როგორ რაღაც იყო, იცი, ძალიან საინტერესო, რაღაც თერაპიაზე გავიარე. ჯგუფურ თერაპიაზე. სადღაც უნდა წარმოგვედგინა ეს ჩვენი სხეული და ვიგრძენ ისეთ რაღაც რომ მარჯვენა ნახევარსფერო მაქვს, აი როგორც აი დედამიწაზე აქტიურად შემოსული. ანუ სხეულს გრძნო ფორმა ყველაფერი. მარცხენა მხარეს თითქოს საერთოდ არ იყო ენერგიაში. ანუ თითქოს ასტრალშია და აქ არც არის შემოსული. და მად მივხვდი რომ ქალური საწყისი ენერგეტიკულად არ მაქვს, ანუ ენერგია არ აქვს თითქოს და აქვს ერთადად მარჯვენა მხარეს. მაგის შემდეგ დავიწყე ტაროს კითხე, ქალური ენერგია ჩემთან როგორ გამოიყურება მეთქი. და მან ცოტა დამაბნია. აი ხა რატოღაც მომივიდა ეგ თავში. როგორ შეგიძლია რა თქვა, რომ აი ჩემი ქალური ენერგეტიკა აი მარცხენა ნახევარსფეროს საწყისი თვითონ ენერგეტიკული ველი, ქალურს მე არ გულისხმობ, ხა თმები კარგად მაქვს და გუგუვარ და ფემინური ენერგია როგორ არის ჩემთან. ეხლა თან ექსპერიმენტივით არის ეს, რომ აი ხალხთანაც თუ დაინტერესებთ, რამდენ საკითხზე შეგვიძლია ჩვენ ტაროსთან მუშაობ. ეს ცოტა პირადული კითხვა არის, თამო, ვახოთ რა უნდა იმის მიხედვით. როგორ მდგომარეობაშია თამოს ფემინური ენერგია ამ მომენტისთვის. ხო, ამაზე მე რეკიპა. ხო, ანუ არის ხა? საინტერესო. კი. მამაკაცური ენერგია? მამაკაცური ენერგია. ო, ამაზეც მე რეკიპა. ხო, აი ხა დავინტრიგდი, მართლა მაინტერესებს. ხო, აი ნახე როგორ რაღაც ის მაინტერესებდა, იცი? აი ძალიან პირადი თემა, ხა მე რომ ეს ვიგრძენი თერაპიაზე, მივხვდი რომ მათ სამუშაო მაქვს. ანუ სერიოზულად მივხვდი რომ რაღაც არის, ანუ ფსიქოლოგიურად ხა თითქოს ოკეია ყველაფერი, რაღაც აი ჩავწვდი რას იცი ენერგეტიკას. რომელიც არის დასამუშავებელი. აქ ჩვენ ვიყენებთ ხოლმე უფრო ფსიქოლოგიაში წარმოსახვითი ტექნიკები, გეშტალტური ტექნიკები, ანუ ბევრ რაღაცას ერთად ვიყენებთ, იმიტომ რომ აქ მარტო ფსიქიკაში არ არის, აქ უკვე ენერგეტიკაში არის რაღაცა გადასატვირთი. მან შეგვიძლია მაგალითად ტარომ ძალიან კარგი ესენი მომცეს, ხო, სიტყვაზე ეს არქეტიპულ კუთხით ენერგიები. რაზე უფრო აი ვიზუალიზაციაში რომ დაგვეხმარო სიტყვაზე, აი ეს ძალიან კარგი ის იყო ახლა ჩემ კუთხით, ახლა უფრო დავფიქრდი, რომ აი რა კარი რაღაცები შეიძლება ტაროთი დამუშავდეს. კი, ძალიან ბევრი ტაროლოგი არსებობს უშუალოდ, რომელიც მუშაობს ონკოპაციენტებთან მაგალითად და
უშუალოდ მაგაზე იყენებს ხოლმე რა, რითი შეუძლია რომ ოდნავ რაღაცა შვება მისცეს ამ ადამიანს ან რაღაცა მსგავსი. და ძირითადად ჯანმრთელობის საკითხებს ვერიდები ხოლმე, იმიტომ რომ ეს განათლება მე არ მაქვს მიღებული სამედიცინო ხო. მაგრამ აი ესეთი ზედაპირული რაც შეიძლება იყოს და რაც შეიძლება ენერგეტიკას ეხებოდეს, მაგ შემთხვევაში არ არის ხოლმე პრობლემა. შესაძლებელია. ხაი, როგორც ახლა მეც ხა არა მაქვს თითქოს ესეთი რაღაცეები, მაგრამ აი პირდაპირ დავინახე რა, აი წარმოსახვით თერაპიაში დავინახე ეს, რომ რაღაცა არის დასამუშავებელი. ხო და ახლა ჩემთან მზე არის ძლიერი, ანუ ბევრი რაღაცეები მაქვს რა, ასპექტები, მამაკაცური ენერგია, ახლა რუკითაც ხვდებით ხოლმე მაგას ზოგადად. არქეტიპულ დონეზე რა არის უფრო კარგად, რა არის, მაგრამ მე ერთ-ერთი ტვინით გავიგოთ ინფორმაცია, ახლა შენს მაგას ხედავ ხო ლექციებზე, რომ შეიძლება ჩვენ რუკაზე ვლაპარაკობდეთ, მაგრამ სულ სხვა არის მე თერაპიულ ნაწილს რო გავდივართ. უკეს ხელში შემოდის ეს ენერგია, ეხლა მე რაც გითხერი, რომ უცებ დავინახე პირდაპირ ეს პრობლემა. და მეორე არის რომ ტვინით იცი და მნიშვნელოვანია რომ დაინახავ ამას. ახლა შენ რაც თქვი რომ სიმბოლოებით მელაპარაკება სამყარო შენ ეს მიხვდი, დაინახე და ამ დროს მე შემიძლია გითხრა მარტივად ასტროლოგიურად, რომ შილდოსანი რო გაკაქტიური სიმბოლოებია. რა არაფერს არ გაძლევს ეს ინფორმაცია. თუ არ იცხოვრე, თუ არ შეიგრძენი, ხო, არაფრის მომცემი არ იქნება, თქვა წლების წინ ეს რო გითხრან, რა არო, თუ თერაპიულად არ გაიარე. სხვათა შორის ერთ-ერთი მაგალითს მოვყვები, უშუალოდ როგორ მესაუბრა სამყარო სიმბოლოებით. სიმბოლოებითაც და უშუალოდ წარწერითაც. აქ ბელგიაში ნიდერლანდური ენის კურსებზე დავდიოდი მოკლედ და იყო რომ ტრამში ვიჯექი და მივდიოდი სკოლაში უშუალოდ. და ერთ მომენტში რაღაცნაირად დილა არის და ცოტა თვალები მაქვს დახუჭული და რაღაც მომენტში რაღაცა რო წამოვა რომ გაახილე თვალები. რაღაცა ეგეთი ის ხმასავით რო გესმის შინაგანად. გაახილე თვალები და აწერია რაღაცა ხელოვნების რაღაცა ესეთი. ოკეი, მეთქი, თან იმ მომენტში მქონდა სამყაროსთან კითხვა გაგზავნილი, რომ ანუ რას უნდა მივყვე ახლა ამ ეტაპზე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. და შემდეგ უკან ბრუნდები ზუსტად იმავე დღეს და ზუსტად იგივე ნაირად ვარ, თვალები ცოტა დახუჭული, რომ თვალები დავასვენო ხოლმე, ცოტა ჩემი სუსტი ზონა არის და ვახელ თვალებს და აწერია ინგლისურად, რომ ისწავლე როგორ წაიკითხო ხელოვნება. ანუ ეგ პირდაპირ ნიშანი იყო ჩემთვის მაგისთვის, რომ ანუ სიღრმეში უნდა შევიდე და ზუსტად მან აღმოჩნდა მე ეს სიმბოლოებით უფრო მეტად დახუნწული გაგება ესე რომ ვთქვათ. ეს ინტერესოა. ეგ რაღაცა ძალიან ისეთი ესოტერიკა ეძახის მაგას, ქვეცნობიერი გველაპარაკება ამითი, რაც გვჭირდება იმ მომენტში შევხედავთ რაღაცას სიტყვაზე. იმინა ის არის რა, შინაგანი ის არის რა, კონტაქტი არის ეს ქვეცნობიერი. გველაპარაკება, მე არა მაქვს ეგრე, სხვათა შორის, მე ეგრევე აი შეგრძნებებში, აი ტექნიკები უნდა ვიცოდე, რითიც დავეკონტაქტები. ხო. ეგრე ჩემთან არ მუშაობს. ეთქობა ლილიტი თევზების ამბავია ჩემ. იცი რა არის, აი ხო გენემ თარიც ყავს ელენასთან შეერთებაში, ხა ცოტა ისე რო ამბობ, თან შილდოსანში. თარი არის ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ლილიტი ბევრს ყავს თევზებში და ზოგს საერთოდ არ აქვს ამ ენერგიებთან წვდომა. ლილიტი არის ფონი, მაინც, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი არის, მაგრამ პლანეტები გვაჩვენებს, მაინც როგორ შეიძლება ეს ლილიტი გამოვხატოთ. აი ახლა ბევრი მიყვება მე რა ლილიტის ყავს, საერთოდ სხვანაირი ადამიანები არიან, ანუ შენ როგორ ყავსო რა, აი ლილიტი იმდენად არ გავხარო სიტყვაზე მეუბნებიან, ხო? ეს რაღაცა კუთხი ცუდია, ჩატენილი მაქვს ესე იგი სადღაც, ხო? და ზუსტად ბალანსია დაკარგული, ან მეორე პოლარობაში ვარ და მე ის თავისას იზამს, თუ ესე ჩატენილი მყავს, ხო? მაგრამ რატომ ყავს ესე ჩატენილი? რა არის დომინანტი? უკვე რუკა მაჩვენებს აქ. შენთან მე ესე მგონია უფრო რომ თვარი არის ჩვენთან ინტუიცია, თვარი არის შინაგანი სამყარო და იქ თან პირველი სახლი ყავს რა, აქტიური მანდ და ელენა გინათებს თვარეს. და მე მგონია აქ უფრო არა ნეგატიურად იყოს ეს, ან თევზური გავლენა, უფრო მთვარეს ელენას გავლენა მგონია მე ეგ.
იმიტომ რომ აი კარგი უნარი გაქვს, გაიგო რა გინდა შიგნით. ეს უფრო სელენას ენერგეტიკა, აი ჩემ პროფესიული გამოცდილებით უფრო ეგ მგონია რა. იმიტომ რომ თევზებს ზუსტად ეგ პრობლემა აქვს ხოლმე, რომ ზოგჯერ მანდარი დაკარგულობა. შინაგანი. წვდომაში უჭირთ თითქოს, აი სადღაც აი ყველგან ცოტა ბურუსი რო შემოდის და აი შენ მთვარე გააკეთებს ქვეცნობიერ განათებას, აი ფემინური ნაწილი, ქალური ნაწილი შენთან პირიქით ძალიან პოზიტიურად არის. აი მაინტერესებს მე შენ თავზე თქვათ მაგნაწილზე თუ გაშლი, რას გიპასუხებს, იმიტომ რომ ასტროლოგიურად ის სელენა როცა ანათებს თვარეს ეს ძალიან კარგი ფემინური ნაწილი არის. ოღონდ არა ქალურს კი არ გეუბნები აქ სუბთა ქალურ ენერგეტიკას. ეს ფემინური ნაწილი შეიძლება სამყაროსთან კონტაქტი იყოს, დედამიწასთან კონტაქტი იყოს. აი ეს მიწიერი სამყარო კეთილგანწყობილია მის მიმართ. ეს კაცად შეიძლება კონდეს ძალიან აქტიურად, ხო? ანუ კაცის ელენა კირჩხები თუ ავიღებთ, ელენა მთვარის შეერთება ავიღებთ, ხო? მისი აი ეს ფემინური ნაწილი, გრძნობადი ნაწილი ხედავს სამყაროს. გახსნილია. ხო და მამაკაცური ენერგია რა არის? ხა ბევრი ქალი მოდის ხოლმე ჩემთან კაცური ენერგეტიკით რა და კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ რომ ბევრი ინკარნაციისა და ეს სული სუკაცი იყო და სულ ბრძოლას შეეჩვია და ფემინური ენერგია რა არის რომ მე უბრალოდ უსმენ სამყაროს შვიდათ ვარ და აქ ვარ დაცული აღარავინ აღარ მებრძვის საერთოდ ბრძოლა კი არა ზუსტად გაჩერება არის გარანტი მშვიდობის და ეს ან დიდი სიბრძნე არის, ანუ ქალური არქეტიპი ჩვენთან სიბრძნესთან არის კავშირში, რომ მე მესმის სამყაროს ხმები, ინტუიციურად ვარ გახსნილი სამყაროსთან და მე დაცული ვარ, აღარ მჭირდება ბრძოლა. და კაც რომელსაც არ აქვს, აი არქეტიპულ კაცს ელაპარაკობ, ინტუიცია არ აქვს, უცებ ხედავს საფრთხეს, უნდა ეუმოს, ანუ სულ უნდა დაჭიმული, დაძაბული უნდა იყოს. იმიტომ რომ მას არ აქვს ის სამყაროს სიღრმისეული წვდომა, რომ მიხვდეს, რომ დილით ხალი რომ გრძნობს, რომ დღეს რაღაცა შეიძლება მოხდეს, მოდი არ გავალ გარეთ. აი ეს იცავს მას სიტყვაზე. კაცი ამდენს ვერ გრძნობს. გადის და მე შეიძლება ნავარიაში მოყვეს არ რაღაცა მოუვიდეს, ხო? აი ეს არის არქეტიპულ დონეზე ქალურ კაცურ საწყისებზე როცა ვლაპარაკობ და აი მან დავეუბნები ხოლმე ხშირად ქალებს რომელიც აი ძალიან კაცურ ენერგეტიკაზე ხარ უკაში ვხედავ რომ არც იყავს მზე ყავს ერთ აი სულ მამაკაცური საწყისებია გადახლართული მოსმინე სამყაროს და უფრო დაცული იქნები და მე ამის ცხოვრებას ვიწყებთ რამდენი ქალი მეც პირადად ვიყავი ძალიან მამაკაცურ ენერგიაში სულ სადღაც მეჩქარებოდა სულ აი ქაოსში ვიყავი რომ არა უეჭველი უნდა წავიდე და ეს დღესაც შემოვილაწუნა სამყარომ და გაჩერდი easy აი ეს არის სიანდელეში ინტუიციის მე ჩართვა რომ ჩერდები გესმის ხმების სამყაროსი მე ამას სწავლობ მაგალითად და თუნდაც ის რომ დავინახე რომ აქეთ აქტიური მაგ და აქეთ არა ესეც ქალური ცოტა გაღვიძება არის რომ მე უკვე ამის დანახვის შესაძლებლობა მაქვს ანუ მან მივხვდი რომ სწორგზაზე ვარ და ნენელა თავისით მოგვარდება ხო ხტები ანუ ზოგჯერ დრო გვინდა ამ ყველაფრისთვის და მან მივხვდი რომ აი ეს არის ჩემი კარმული მისია რომ ნენელა ენერგეტიკა შევცვალო აქტიური ნაწილისგან ხო ხტები რა რას გულისხმობ ხო ეს ისე უხილავად შეიძლება იგივენაირად ვიქცევით იგივენაირად ვლაპარაკობთ მაგრამ ენერგეტიკული სტრუქტურა იცვლება ხედვა აღოდ რაღაცა ძალიან შინაგანი ხედვა არის ეს და ეს აი შენთან ეს ძალიან ბუნებრივად წესით უნდა იყოს იმიტომ რომ აი ხო გეუნები შენთანაც ხო ნახე სელენას რამხელა ენერგეტიკული ვიბრაცია აქვს ხა თუნდაც თერაპიულ პრაქტიკებში რასაც მე გოგოები წყვებოდნენ სიტყვაზე ჯგუფის წევრებიც ხო ანუ მაგ ენერგიაში თუ გავედით როგორც ახლა შენ უცხოეთში რო ამბობ რომ წახვედი და სხვა ჰორიზონტი გაგიხსნა ეგ არის სელენას ენერგიაში გადასვლა ეს ფიზიკურად არის მე ენერგეტიკულად გადასვლა და აი მე მაგალითად ახლა შეიძლება კითხე ერთული მაქვს მე გამორთო და გადავიდეთ ნაწილებზე შენ ხედა ძალიან მაინტერესებს და ძალიან კარგად დამეხმარა მე ეგეთ რაღაცეების აი მაგიტომ ვთქვი რა აი საღამობით 1-2 საათი ვждები ხოლმე ტაროსთან და აი თერაპიულ ნაწილში გავდივარ
ეხლა სად ვარ, ეს როგორ არის, ანუ როდესაც თერაპიაზე გავდიოდი, რამდენად ვამუშავებ ამ სიტყვას, აი სრულიად იცი, ჩემი პრობლემაც რა არის? აი ამ მასშტაბის თერაპევტები ჩემთვის არ არის მისაწოდომი. ანუ რომ იქ ასტროლოგიაც იცოდეს, ესოთერიკაც იცოდეს, ანუ ინფორმაციული რესურსი ძალიან მწირი აქვს. ანუ მე რო ვიყავი 20 წლის წინ იქაც არ არიან ჯერ ბევრი თერაპევტი რა, ძალიან მიწაზე დგანან, მიწიერებაში არიან, ეს ჩემი აღქმით. და ვერ მიკაჩავენ. ანუ მე უფრო მეტი პასუხები მჭირდება ხოლმე, მეტი გაცნობიერი რო ჩამონყვეს სიღრმეში. ხო? აი მიჭირ ძალიან ნახო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემთანასწორიც არა, ოდნავ მაინც რაღაცაში შემეხიდება რა. და ძალიან მარტო ვარ ხოლმე თერაპიულ ნაწილში. თუნდაც ვისანაც დავდივარ თერაპიაზე, მე მეცნიერლამის მათი თერაპევტი ვხვდები, იმიტომ რომ ეგრევე ვხვდები, რომ არ ყოფნით ის მასშტაბი, აი შედასნის მასშტაბი. ნე მასშტაბი მჭირდება ხოლმე, ცნობიერების აქ იმაზე არ არის იმის ჯერა, ამის ჯერა, იცოდეს, წაკითხული კონდეს, ფართო მასშტაბებში უყურებდეს სამყაროს. აი მან ჩავთვლიდი უკვე, რომ მე შემიძლია ენერგეტიკულად ვიმუშაო. და როდესაც არ არიან ახლა მაგ მასშტაბის, არ აქვთ ცოდნა, მარტო იციან, რომ აი ტექნიკა ფსიქოთერაპიული, აი ეს ამიტომ არის, ამის შემდეგ ეს ირთვება, იმის შემდეგ ეს როგორც ამედიცინო, ეს არის ამ არტერიის შემდეგ ეს არის, ანუ ქალწულის ენერგეტიკა და თევზის ენერგეტიკა, ოღონდ ფსიქოთერაპიული, მე რასაც ვსწავლობ თუნდაც, ხო, მთლიანად არის ჩარჩო. ამის შემდეგ ეს არის, აქ ინტროექტია, აქ დაცვითი მექანიზმია, აი სქემათა აქვთ ადამიანის ფსიქიკა აწყობილი. ამის იქით კიდე მიღმა, ეხა იუნგი ბევრად უფრო ცოტა შორს გავიდა. და როდესაც მასშტაბები არ არის, მე მირჩევი უკვე ტაროს კითხო. და ტარო ყავდეს თერაპევტად, იმიტომ რომ მასში უფრო მეტი ცოდნა არის ყავე. ხოდა ეს ჩემი პირადი დრამა არის რა, სადღაც რა და მაგიტო ვეძებ ხოლმე მე ისეთ ხალხს, რომელსაც ეს მასშტაბები აქვთ. რომ ელემენტარი ხო გავინები ახლა მეც ახლა როცა რეინკარნაციებზე ვლაპარაკობ, მე არ ვიცი, მანდ ეგრე არ არის, ვიცი რომ მუშაობს. მაგრამ ისიც ვიცი, რომელი ფილოსოფია ამ ინკარნაციებზე რას ლაპარაკობს, ან მასშტაბებში უნდა იყო, გაცნობიერი ცოდნა უნდა გქონდეს. და როცა ცოდნით მეტი იცი ადამიანთან იქ უკვე თანასწორად ვეღარ ენდობი. აი ეს პრობლემა არის ხოლმე რა და მაქედან ვისწავლე მე უფრო თერაპიულად, ახლა შენც რო რაღაცებს რო მეხმარებოდი, ხა გუშინაც თუნდაც რო გავიარეთ, ხო ეს თერაპიული პრაქტიკა, ხო? ჩემთვის ძალიან ეს არის ცოტა ის შიმშილი რო გაქვს რა. ხო, ეს იმ დღესაც ხო ვისაუბრეთ მაგასთან დაკავშირებით, რომ აი როდესაც ანუ ენერგეტიკულად ვერ გრძნობ ადამიანს, აღარ გიჩნდება თითქოს სურვილი, რომ ესე რაღაცნაირად გაიხსნა და როდესაც უკვე გრძნობ, რომ ენერგეტიკულად შენთან ოდნავ მაინც ახლოს არის და შეგიძლია რომ მისგან რაღაცა ინფორმაცია მიიღო ის, რაც შენ რეფლექსიას გაგიკეთებს, მაგ შემთხვევაში აი ზუსტად ეგრე ვარ ხოლმე პატარა ბავშვით მეც. აუ რა მაგარია ვიყავე. ხო, აი ზუსტად ეგ არის რა. აი ხა მე ვინც ვყავდა წინაზეც თერაპევტები ეთერში, ძალიან აი ეგ მქონდა, რომ აი თითქოს ერთ ენაზე საუბრობდით. და აი ძალიან თერაპიული პროცესი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მათთან. ანუ ძალიან იშვიათად რომ ეგეთ ხალხი ნახო და ჩემს სამყაროში ხა ჩემთან ვინც მოდიან, პირადი კონსულტაციები რაც არის, ბევრად უფრო ღრმად ვიყურებით. და მე თერაპევტთან რომ მედიხარ, ჩვეულებრივ სტანდარტულ თერაპევტთან გეუბნები, ხო? აი ну აი ესეთ ის არის რა, ხა ძალიან რო მაგარი მრბოლელი ხარ და მასე დაგსვან ვირზე. აი ეგეთი შეგზევა გაკ. ხო და ეგ კიდე ცალკე პრობლემა არის რა, აი საზოგადოებაში შენიანი იპოვო, შენი ენერგეტიკა იპოვო რა და აი მე მგონია რომ აი ხა შენც მაგას გეუბნებოდი რა, რომ ახლა ძალიან საჭირო არის ეგეთი ცოდნები. ხა აი ასტროლოგიაც უკვე კარგად იცი თქვათ. იქ შენ სფეროში ხარ,
ფსიქოლოგიასაც სწავლობ უკვე და აი ესეთ რაღაცების სისტემაში ხო აი არის ხალხი რომელიც მიღმა რჩება ხო ხდები თერაპიული პროცესის მიღმა იმიტომ რომ რაღაცა სტანდარტული შაბლონი არის და აი ეს ხალხი გარეთ არის რა იმიტომ რომ მან დარაკმაყოფილებთ მე შეიძლება იქ წავიდეთ ეზოთერულ სფეროში იქ ფსიქოლოგიის და სიღრმების ცოდნა არ აქვს ხოლოდ იქაც მშრალი ან ასტროლოგია არის ან მშრალი ნუმეროლოგიის სიტყვაზე გეუბნები რა ხო და ვთქვა ჩვენი უკვე სხვა არის რა რომ უკვე ერთიანობაში გვინდა რაღაცა იცოდეს ადამიანმა რა და მე მგონია რომ მომავალი უფრო ეგეთ ხალხის არის ვინც უკვე ბევრ ნაწილებში უკვე კარგად ერკვევა კარგად იციან განცნობიერებას იცი რას ვამსგავსებ ხოლმე აი სკოლაში რომ რაღაცა რთული მათემატიკური ამოცანა მოვიდოდა ხოლმე და თითქოს რომ ფიქრობ ერთი შეხედვით რომ ვერ ამოხსნი ამ ამოცანას და უცებ რომ მიყვები და ევრიკას რო დაიძახე ბოლოში აი ჩემს ეგრე არ იქნება გაცნობიერებაც და გაცნობიერებული ადამიანიც რა ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანო ინსაიტები უცებ რომ მოდის ხო ძალიან საინტერესო არის აუ კიდე ერთს გთხოვ ერთი დაუკმაყოფილებლობა მაქვს იქ რომ იქით გადავდეთ ინფორმაცია აქ დაპაუზებული ვარ ხო და რამე ისეთი რომ გავშალოთ რაც საჯაროდ შეგიძლია ამიხსნა კარგი აი ხა შენ რომ მოგცე ასპარეზი ოკეი რას კითხავდი ჩემზე კარგს თუ არის ესეთი რამე შესაძლებლობა ნეიტრალური რამე კითხავს მოვიფიქრებ ეგეთ ნეიტრალს იმდენად სულ იმაში ვარ ხოლმე აი პირადულ ამბებში რომ ცოტა ესეთი საზოგადო კითხვები არ მოდის ხოლმე რა შეგვიძლია ვკითხოთ ახლა მოდი ვკითხოთ ზოგადად ტარო იშლება მაქსიმუმ 1 წლის ვადაში აი უბრალოდ მოდი ვკრათ ესეთი რაღაცა რომ რა მოდის თამოს ცხოვრებაში 1 თვის განმავლობაში ოკეი საინტერესოა კი ბატონო აქ თან ხლა ტრანზიტები მაქვს ახლა მნიშვნელოვანი კი აქ თითქოს სწავლობ ბალანსს და ნახე რომლის არკანი მოვიდა ეს მეცა იუსტიცია ეს ამოვიდა ჩემი სატურნის ენერგია არის ის რომ ნუ ეხა ინტუიციურად რო წავიკითხოთ და ისედაც ანუ იუსტიცია ყოველთვის გთხოვს რომ რაღაც შორის დაბალანსდე აი თუნდაც ის რომ ქალებს და მამაკაცებს შორის დაბალანსდე ესეც ერთ-ერთი მესიჯი არის ასევე შენ გაქვს სცენა შენ გაქვს ყურადღება შენ აი თან ყვავდები რაღაცნაირად ამ 1 თვის განმავლობაში და ასევე აი შენს ინტუიციას უფრო მეტად უსმენ აქ თვალები აქვს ახვეული ამ ფიგურას უშუალოდ ეს თვალახვევა ამ შემთხვევაში გამოვლინდება პოზიტიურად იმიტომ რომ ანუ ხმალი შენი ემოციები და ეს სასწორი რომელიც აი ჩემი სატურნის სასწორია ეგ არკანი ხშირად ამოდის ხოლმე აკე ფიზიკურ სამყაროსა და სულიერ სამყაროს შორის შენაკეთებ დაბალანსებას. ამ შემთხვევაში ან 1 თვის განმავლობაში და თითქოს ესეთი ტენდენცია მოდის შენთან. ასევე ყარად დგახარ მიწაზე და იქ ძალიან კარგია მდგომარეობა, იმიტომ რომ შენს ფეხქვეშ მიწას გრძნობ მატერიას და ამ შემთხვევაში დამიწების პრაქტიკები ძირითადად არ გჭირდება, იმიტომ რომ შენს ინტუიციას უნდა მოусმინო და ანუ მაღლა სამი ჩაკრა უნდა გააქტიურო. ეგ არის და არ უნდა შეწყვიტო ნათება. რა შემაწყვეტინებს აგეს? იმიტომ რომ ფარდაც შენი არის გახსნილი, აი სცენაზე რომ გამოდიხარ და ფარდა რომ იხურება იხსნება, შენთან სულ გახსნილია რა. გახსნილი.
ისე იუსტიცია ხო რაღაცა კანონთანაც არის დაკავშირებული. შინაგან კანონთან, შინაგან სიმყარეს. აი ზუსტად ეგ არის, აი მატერიალურსა და სულიერს შორის, აი ზოგადად ხო გვაქვს ჩვენ კანონები, აი მაგალითად კარმული კანონები გვაქვს სამყაროს კანონები და ასე შემდეგ. აი მაგის დაბალანსებას აკეთებ რა თითქოს. აი თუნდაც ფემინური და მასკულინური ენერგიის კანონების დაბალანსება, ეგეც ერთ-ერთი არის. აი ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოიაზრებოდეს, უშუალოდ ეხლა რაც ხდება შენს ცხოვრებაში, შენ თვითონ უფრო მეტად კაფიოთ მიხვდები ამასთან დაკავშირებით, რასაც იგულისხმებს ეს არკანი. და არის ანუ სიმწვანეში ხარ რა, სიმწვანე ხო იცი რაც არის, რომ აი განახლებაში ხარ და ამ ყველაფერს სიმშვიდით აკეთებ, არ აკეთებ რაღაცა ფორიაქით. ეგ არის მთავარი ამ არკანში. იმიტომ რომ დამიწებულ მდგომარეობაში იმყოფები. და იქ რამდენად შეიძლება აი რო გითხარი ხა სატურნი მყავს ხო, ნუ ხა სასწორი და ძალიან ხშირად ამოდის ეს იუსტიცია. ანუ სულ რაღაცებს აი ძალიან მკვეთრად აი რაღაცები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. აიგრევ თავს სულ სატურნს, სასწორს. ხო. მკვეთრად აი სამართლიანად ღერძი უნდა იყოს აი მოჭრით. ეს უნდა ესე გაკეთდეს. ანუ აი ძალიან ისე ვარ ხოლმე რა, აი მოსამართლესავით. როდის ცოტა გაჭედა ვერ გავიგე. ზოგადად ვარ აი ფსიქოლოგიურად შინაგანად მოსამართლესავით ტიპი ვარ რა. აი რაღაცები ხდება, გამოვიტან ძალიან მკვეთრ ცივ გადაწყვეტილებას, ეს ესეა და მორჩა. ოკეი. აი უნდა დავაბალანსო ზუსტად. ან ჰარმონიაში უნდა მოიყვანოს. ზოგადად სასწორის არქეტიპი ხო არის, რომ ეს დიპლომატია, რაღაც ისე ჩართო და ანუ კაფიო გადაწყვეტილება კი უნდა მიიღო, უნდა დააბალანსო აი გაათანაბრო. ესე იგი იუპიტერიც უნდა ჩავართო, ეგეც სასწორში მყავს. ხო. ხო, იმიტომ რომ მე მაინც რასაც ვაკვირდები, უფრო სატურნულად მუშაობ ხოლმე, ვიდრე იუპიტერიანულად. ანუ აი რაღაცები რო არის, ეს ესეა სწორი და მორჩა ხა აღარ უნდა ამას ბევრი ესა რა, ანუ ძალიან მოსამართლე ტიპაჟი ვარ ხოლმე, ძალიან გამომაკ სამართლე. უყილებას საიდან იღებ? აი გულიდან იღებ თუ უბრალოდ ყონებით გადაწყვეტილება? აი ეს არის ეს სატურნული ენერგია, ეს ვიცი რა ესეა. ოკეი. შინაგანად ვიცი ხოლმე, აი რაღაცა შინაგანი, მეც ახლა თერაპიულად ვსულ მუშაობდი და მივხვდი რომ შინაგანად ჩემში მუდმივი მოსამართლე ცხოვრობს. აი როგორც კი სადმე ბალანსი ირღვევა, ეგრევე ხმალი და მკაცრი ისა მაქვს მოჭრა. ეს ესეა და მორჩა. ანუ აი ძალიან ცივად რა. ოღონდ ბალანსი როცა იქ გრძნობა, აი მილიმეტრებში რო ირღვევა ბალანსი, მაგასაც გრძნობ სადმე. აი ურთიერთობაში ვიღაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან. უკვე გრძნობ ერთი თავდაცვაში არის, მეორე აწვება. მანდ უკვე მე ის მეწყება, ბალანსი დაირღვა. და შეიძლება არაფერი არ ვთქვა, მაგრამ გავერიდები უკვე სიტუაციას, იმიტომ რომ ხედავ, რომ აქ თანასწორობა დარღვეული არის და იქ უკვე აზრი აღარ აქვს ყოფნას. ან ჩემთვის არის სულ ეს თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი. ღერძი რაზეც ვდგავარ. აი ეს ღერძი თუ მოხსენი და სხვათა შორის აი მაგი გითხარი, თავიდან ინტროექტებზე როცა ვლაპარაკობთ, ახლა ფსიქოთერაპიულად ეს ინტროექტი არის. და მეორე კუთხით ეს არის ჩემი შიდა მუდმივი ღერძი, რაზეც უნდა ვიდგე, იმიტომ რომ ახლა როგორ უყურებ, რომ თუ სადღაც ბალანსი ირღვევა, იქ ნელა უმიწყება. ფსიქოლოგიურ ომს გეუბნები. ვიღაცა უკვე ვიღაცას ჩაგრავს და იქ მიდის უკვე მსხვერპლის როლი, ან დამნაშავის როლი. აი, ჯგუფურ თერაპიებზე ვაკვირდებოდი ხოლმე. ვიღაცა ერთი მისცემს თავის თავს უფლებას ზედმეტს და იჭრება სხვის სივრცეში. ხა ძალიან სხვაგან წავიყვანე, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის იუსტიცია, მე რასაც ვაკვირდებოდი ჩემთან რა. და აქ უკვე მე გამოვდივარ ამ სიტუაციიდან, აღარ შევდივარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს უკვე ომია. და ერთსაც არ ყოფნის კულტურა. სიტყვაზე უკვე შინაგანი კულტურა არის, რაზეც დგას ღერძი, ხო? რომ შენ თავშეკავებაში ხარ, რომ შენ არ მისცე უფლება შენ თავს ვიღაცის სივრცეში შეხვიდე, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს უკვე გადმოსვლას შენ სივრცეში. უკვე ომია. და რო უყურებ ხოლმე ხა ერთმანეთს საზღვრებს რო არ ყვევენ, ხო ვიცი ხა ეს სადამდე მიდის. და დახოცავენ მე ერთმანეთს. ეგ უკვე მე აღარ მაინტერესებს. იმიტომ რომ თავიდანვე უკვე იყო შეცდომა დაშვებული, გადავიდა, ეხლა სუთხოს შეიძლება სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ მე გიყვები, ჩემი სატურნი გარემოს როგორ აღიქვამს და
მერე უკვირთ, მერე ცრემლები, მერე წყენები და ეს პირველი ვერ შეამჩნია, პირველი უკულტურობა ვინ გააკეთა. პირველი ომის კენაბიჯი ვინ გადადგა. უწყინარი, ხა შენ ხო ესე აკეთებ. მარჩა უკვე საზღვარი გადასული და მე რიქ ჩხუბი იწყება, ვინ ყვირის და ვინ ცრემლებშია, ის არის ფოკუსში და თავიდან ვინ დარღვია ეს არავის არ ახსოვს. და ჩვენ ახლა მე ვიცაც ხონია ურთიერთობა სატურნი სასწორებთან. ამას ხედავთ. პირველი სად დარღვის. და მე მათ უკვე ის სულ ესა მაქვს ჩართული რა, აი უკვირდები ყველას, ბალანსი დაირღვა, ვიღაცის საზღვრებში შევიდა, კულტურაა ესე ადამიანი, იმიტომ რომ შიდა თავდაჭერილობა არა აქვს. რომელიც მე ომში უბრალოდ აღარც იქნება ეს ომი, ყველა რომ რაღაცნაირად თავის საზღვრებში ეტეოდეს. და იმან ჩემთვის უკვე ეს იუსტიცია სულ რამდენჯერაც გავშლე ხოლმე. აი ესე მკვეთრად ჭრი, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ აზრი აღარ აქვს. და ვიღაცის უკულტურობის ომში ჩავება, ეგ მაგრამ ეზარება. ხო, ზუსტად მაგასაც გეუბნება რომ არ უნდა ჩაერთო რა. ხო. ქართლის დედის არქეტიპი, ხო იცი, როგორც არის? ხო. ხო, და აი მაგ ენერგიას, აი სულ თერაპიულად, სულ უკვირდები და ეგ რო წავყვე თერაპიულად, ეგ ინტროექტია. ეგ ეუბნება რომ მე ხა სულ მიმწარებს ცხოვრებას ბჭყალებში, მაგრამ შემთხვევაში ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი ხმალი, ყველაზე დიდი იარაღი. რომ თავიდანვე არ წავიდე ნეგატიურ ველში, იმიტომ რომ უკულტურო ადამიანი, რომელსაც საზღვრების განცდა არ აქვს, ადრე თუ გვიან ომში შეგითრევს. რომელიც თან შენი ომი არ არის, იმიტომ რომ შენ კულტურული ხარ. ის უკულტურო არის, ეს არის ზეთის იმის ომი არის და მან იწყება უკვე საზღვრების აშენება. და ამ ჯგუფებში, იმაში კუთხეში ვდგავარ, მეზარება ხოლმე იქ ჩართვა, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ სატურნი სასწორი დიდად არ აინტერესებთ. და მე შენ შეიძლება ცივი ჩანდე, დისტანციური ჩანდე სატურნის სასწორელები როგორც ჩანვართ ხო ხდები და შენთვის ხარ სადღაც არ შედიხარ ურთიერთ, იმიტომ არ შევდივარ რომ აი მანახი კულტურული საზოგადოება და ნახე როგორ ჩავერთვები. შენთან რატო არა მაქვს ეს დაცვითი მექანიზმები? ხო? იმიტომ რომ საზღვრები არის სუფთა აქ, ხო, რაღაცნაირად აი ამას ითხოვს და მე რომ ვშლი ხოლმე ჩემთვის სიტყვაზე ახლა რა ენერგია შო რა მომდის ხოლმე ხშირად იუსტიცია. აი სულ აი ამ იმაში რა თვალება ხოვლებ ხედავ სად არის საზღვრები. იქ აღარ შევდივარ უბრალოდ. და ჩემ ცხოვრებაშიც ესეო, არა ის სულ რო აკოტრებ, აი მე რა ხვდებოდი ხოლმე, რომ აი პირველი მე არასოდეს რაც არანაც 400-ზე ვიყო, ცუდად ვიყო, არასოდეს არ ვეტყვი ადამიანს უტაქტოთ რაღაცას. ანუ არაფერ შუაში თუ არ არის ადამიანი და რო იციან ხოლმე, ხო იცი? თავის ნეგატივის სხვაზე გადატანა. და აი ეგ არის მე ინტროექტი, რომ მე ბრაზდები, რომ რატო არასოდეს არ ვაცვლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ეხა ეს ადამიანი რომ სულ რაღაც სუდად გეტყვის რაღაცა, შენ რატო არ უნდა უთხრა, სულ შენ რატო იცავ კულტურულობას, როცა ის არ იცავს. და მე ვიხდი, რომ აი ეს არის ჩემი ღერძი, ზუსტად რომ მივიცავ ამას. ხო ხდები და ეს რომ მოვარღვიო და რომ წავიღოთ, აი ეს შენი იუსტიცია. მე თუ ეს ბალანს არ გავაკეთებ, ხო, შინაგანი სულ, ხო? მე რა გამოვა, რომ შენც მასეთი ხარ. შენი საყრდენი ჩამოგეშლება, რაზეც დგას, ხო, მთელი შენი ყველაფერი და ეგ აი ამისი ბევრს არ ესმის, ვისაც სატურნი ყავს, სალომე ზურაბიშვილს რო ყავს სატურნის სასწორში. აი სადღაც ეგეც შეიძლება სულ ესე იყოს რაღაც კუთხით რა, იმ საზღვრებში. და ჩვენი არქეტიპი არის ხოლმე ეს იუსტიცია. და ამ თვეში კი არა, მე სრომად ვარ. ეს კითხვა დაგისვამ ახლა, შემდეგ რამდენად ემოციურად აღიქვავ ამ ყველაფერს. რას? აი ის რომ მაგალითად საზოგადოებაში არ შეხვედი და მე გამოხვედი იმ საზოგადოებიდან და რამდენად მაგალითად ემოციურად გამოხატავ, რამდენად ემოციურად გადასცემ სხვა ადამიანებს. აი მაგალითად მაგალითად ვიყავი დღეს ერთ დაწესებულებაში და იმდენად ჩემთან ენერგეტიკულად არ მოვიდნენ, რომ გამოხვედი მე გარეს და უბრალოდ მათზე ისე ვისაუბრე, ისევ გააგრძელე საუბარი. ქონია ეს შემთხვევები? აი, იცი როგორ არის? აი ეგ არის ზუსტად სატურნი, რომ თავიდანვე როგორც კი შევდივარ სადმე, აი ეს ერთი თვალები და უკვე იცი, ვინ არის, რა არის, რა საზოგადოება არის. იქ აღარც ხარჯავ ენერგიას, მე ჩემთან ემოციურად რამე მოვიდეს. ვიცი, არა, იქ არ ვამბობ, უშუალოდ რომ გამოდიხარ მე ამ სიტუაციიდან.
კიდევ აგრძელებ იმ სიტუაციაზე საუბარს ემოციურად? ელება ეგ არის დასაბალანსებელი. არა, იქ თუ რამე ის არის ერთმანეთს თუ უკვე შეურაცხყოფებს აყენებენ რაღაცას, მე ეს მაწუხებს შეიძლება მაგას გულისხმობ. მაწუხებს რა იცი, უკულტურობა ადამიანების, როგორც საერთოდ ვერ წვავენ, როგორ ანუ ზრდილობა, ეს ყველაფერი სასწორული პრინციპები რო არის დარღვეული, მე ეს მაწუხებს, მე ამას ეს მაბრაზებს და მე იქ ჩემი ლიტიმიდა ჩავთავ ხოლმე. ერთი ყელის მოსვიტყელა. წალეკო. ზუსტად მაგას გასწავლეს თითქოს ესეც რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ რა მოხდება, შენი ემოცია ამათ აღარ უნდა დაუთმო. ანუ აი ის რაღაცა ჩათვალე, რომ შენ იქ ემოცია კი არ გამოხატე და კი არ იმასქენი, მაგრამ განავრცე, მე მასშტაბირება გაუკეთე. მაგრამ ის ენერგია მაინც გამოგვებე რეალურად. შეიძლება, კი. რაზეც დაგიჭირეს რა, ესე რომ ვთქვა. კი, მივხვდი, იმიტომ რომ მაინც ძალიან ფეთქდები ხოლმე, რომ აი უკულტურობას რამდენჯერაც ვეხები. ოღონდ ჩემთან მიმართებაში არა, ხო გეუბნები ახლა ჩემთან. აი ეს ერთმანეთთან რო უკულტუროები არის, მე სხვა შეიძლება ევროპაში ეგ არ მქონია, იმიტომ რომ მან საზღვრებს ძალიან სერიოზულად იცავენ. და მე უფრო აი ესეთ რუსებთან მაქვს ხოლმე ეგ რო აი სრულად რო კულტურობა შეიძლება გამოვლენ კატეგორია თორე ხა ბევრი შეიძლება ეგრე არ იყოს მაგრამ აი პოსტსაბჭო და აი ჩამორჩენილ ქვეყნებზე სატურნიანელები ცოტა მძაფრად რეაგირებთ რა ხო და მე რო ბრაზდები და ბრაზდები როგორ იცი რომ აი ეს როგორ და როგორ იმიტომ რომ ვიცი ეს ადამიანამდე მიდის ანუ იდეას რო გავყვე ვიცი ეს ანამდე მიდის, მაგრამ ეხლა მივხვდი შენ რასაც ამბობ, ეს რომ ამბობ, სატურნი ლილითში გადაგვდის მე. ოჰო. თან კიდე რა არის, უშუალოდ შენ ვერ გეხებიან, იმიტომ რომ შენ ესეთი კაფიო საზღვარი. ვაიმე, შემეხებიან და შენ არიცი. აიმე. ტრისას საზღვარი გაქვს ისეთი ძლიერი, რომ ვერავინ მოდის შენთან და უშუალოდ მაგის ცდილობენ, რომ მოგაქციონ ისეთ სიტუაციაში, რომ შენ ეს სამართლიანობა ჩაგერთოს რეალურად. და მე ჩერის მანდიდან მიიღონ შენი ენერგია. ხო, მე სატურნი ლიტის ღერძი. ხო. ზუსტად ეგ არის. მართალი ხარ. აი ეგ მაგაზეც ვფიქრობდი ხოლმე, რომ ეს სატურნი ხო ეგ არის, ჩემი ლიტი აქტიურდება სატურნზე. ანუ როგორც კი მან და ესეთი ბალანსი ირღვევა, იქ მე ლიტი მორიელი ხდები. და თუ ვინმე შემეხება ერთი ორს კონდა მცდელობა და ისეთი აგრესია გამოვვლინე რომ მტრისას ანუ ეს ჩემი პირადი საზღვრები ძალიან მზიდმეტად მაქვს ძაფრად მაგრამ სხვებთანაც ეგ მაქვს ანუ სხვებს რუღვევენ და თავიდან ვითმე ნეიტრალური ვარ არ ვეხები აი როგორ არ ვიცი პირველ კლასელებს რო უყურებ და რო იცი უკვე ეს ადამიანი და არავის რო არ ყოფნის ამისის ახლა უტრიერებ არავის და რო ვერ ხვდებიან სად მიდის ეს ყველაფერი რა და შენ რო აი პატარა ბავშვებთან რო გაქვს საქმე რა აი ესეთი განცდა მაქვს ეგეც სატურნი არის ასაკის პლანეტაა ზოგადად სატურნი და მე მივხვდარ რომ მაინც აი მართალი ხარ რომ აი ჩამithრიეს მაინც ვიკავე მაინც ჩამithრიეს ეგ მომენტი მქონია ემოციურად უფრო კი ემოციას ხვალე ემოციას განგიხაროს ხო და ეხლა მაგალითად მე რომ ამაზე ვილაპარაკე ეს ამასაც აჩვენებს თერაპიულად როგორ მაწუხებს. ოჰო. ხო, რამ ხელაზე განვავრცე ეს თემა. თქვენ ფსიქოლოგის გავხდია. არა, აი მართლა, აი ნახე ხა მაგარაც ამოიღო. მაგკარტმა რაც ამოიღო. აი წამოიღო და წამოიღო ჩემში. და ეს ძალა აქვს სატურნს, ანუ სატურნის ზონაში ჩვენ ძალიან თან თუ ასპექტირებული გვაქვს და ჩართული გვაქვს, აი ეს შინაგანი სიმყარე ძალიან სერიოზულად არის და რაც უფრო ამას ვებღაუჭებით, მე ავტომატურად ლილიტი აქტიურდება. სულ მაგას ვამბობ მე და ხა ხო ვიცი მეც ჩემი თემა, მაგრამ ნახე ახლა აი ემოციას ვაკურდებოდი, ძალიან აქტიური, ინტენსიური ემოცია წამოიღო. მაწუხებს. ყველას გვაწუხებს. ესე მიმდინარეობს ხოლმე ჩემი სესია. და რაღაცას ხო ვიღებ მაგალითად რაღაცა დასტიდან ამოდის მოკლედ კარტი და ჩვენ მე ამაზე ვსაუბრობთ რეალურად. და კითხვები რაც დაგისვი იდეაში, მე ხო ენერგეტიკულად ხედავ ახლა შენ.
და ის კითხვები რაც დაგისვი ზუსტად ის კითხვები იყო რომელიც უშუალოდ შეგეხებოდა და აგალაპარაკებდა ამით შენ მიხვედი შენ თვითონ რომ გაგეცნობიერებინა რომ აი ხო თურმე ემოცია ხარჯ ხო ხარა თან არის იცი რომ ხო ვიცი ეგ ანუ მაგას ვასწავლი მაგრამ ხო ლაპარაკო მაგრამ ეხლა რო კიდე წამოიღო აი ეხლა რამდენჯერაც არ უნდა შევხოთ იმდენჯერ წამოიღებს ეგ არის სატურნის ინტროექტები ანუ ეს არის კარმულს ვეძახით ანუ მე მაგალითად კარმულ ასტროლოგიაში ვნახე რომ ყველგან ეს როლი მქონდა ანუ აი რაღაცა ესეთი ბალანსის მატარებელი იუსტიცია ტიპი ვიყავი რა სადაც კი რამე ბალანსი რღვეოდა ეგრევე რეაგირებდი კანონთან რო გაქვს საქმე რა სადღაც და ეგ არის სატურნი კარმული არის ზოგადად რატო ამბობთ გამჯდარი რატო არის ესე ძალიან სატურნი იმიტომ რომ ბევრი ინკარნაცია ეს ადამიანი ამას ემსახურებოდა ხო და ეს მოყვება და მე ამაზე აქტიურდება ლილიტი და აი მანდ არის სამუშაო ახლა სატურნთან რომ აი შენ ზუსტად თქვი რომ ამითი მე ჩემი ლილიტის ენერგია მიდის მათთან ესე რო ვთქვათ მოდი ახლა ერთს დავამატებ ერთ კითხვას უშუალოდ რა დაეხმარება თამოს რომ ეს ბალანსი მოიყვანოს აი ნახე გაორება უნდა შეწყვიტო თითქოს რა აი ნახე როგორია მორიხმლები თავისი ჭრილი არის გაორება არის თან ორიანი არის ხმლების ანუ ემოცია უნდა მასაკნა ჩაუწია იმიტომ რომ ეს შენ გაძლევს იმას რომ შენ თავს ეჩხუბები შინაგანად თითქოს აი ესე როგორ მოიქცნენ და ამ დროს თან შენი ტვინი არის მირჩეული ფსიქოლოგიურ მითხოვებს რომ ხო იცი რომ ესე ხდება თან ამართლებ მაგრამ თან ეჩხუბები აი ამ პოზიციაში ხარ და მთვარეც ხო იცი ხარ თან უშუალოდ და აი რაღაც მომენტში შეიძლება ილუზორულ მდგომარეობაშიც გადაყავდე იმდენად გაორებდეს და ამისი ბალანსი ანუ ამისი გააზრება და შემეცნება ასე რომ ვთქვათ და გაცნობიერება მოგიტანს შემდეგ აი ამ ბალანსს ამორ შორის ხო ემოციური ალბათ ფეთქებადობა უნდა მას ქნა გავაკონტროლო შინაგანად. იმიტომ რომ ხმლები ხო ეს არის შფოთვის ენერგია აქვს ხო ეს ხმლებს. შფოთვის ენერგია შემოდის ეგრევე. ეგრევე ფეთქდები ხოლმე. არა, უყურებ და მერე რო იწყება კონფლიქტი, მერე მოსამართლე მოდის. As ეხებს ამატყელში, აბარა გეგონათ. კულტურა ეგეთი ვარ ხოლმე. ისტორია ასევე ხმიანება იმ ორს რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ოკეი. დავტოვებ. ხა, აი, მაშინ გადავიდეთ ჩვენ უკვე ჩვენ პირად კონსულტაციაზე. კი ბატონო. ერქში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ჩემს სტუმარი იყავი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სიამოვნებ შენთან ურთიერთობა გულახდილად რო გითხრა, აი ძალიან ისეთი ჰარმონიული მშვიდი ენერგეტიკა გაქვს, რაღაცნაირი აი ისეთი გაქვს. როგორ გითხრა? ჯერ ძალიან პოზიტიური ხარ. შინაგანად, აი როგორც აი ამ შემსასწორულ ენერგიაში რო ძალიან კარგად ხვდებიან რა, რომელიც აი საზღვრებში ხარ, კეთილშობილი ხარ. აი ეს არის ჩვენთვის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. აი ადამიანი იყოს კეთილშობილი. აი ეს არის აი ძალიან მთავარი რა და თან რაც მაინტერესებს ის არის რომ სულ რაღაცა სწავლობ. სულ რაღაცაში ვითარდები. ესე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ურთიერთობისთვის რა, რო ვიცი რომ ახლა ადამიანს ბაზა აქვს, ცოდნა აქვს, ინტერესდება და სულ რაღაცა სწავლობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველში ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო, ისე. ხალხსაც ვეტყვი, ვისაც აინტერესებთ მაგალითად კონსულტაციაზე შეუძლიათ მიმართონ. მე მაგალითად იმას გეუბნები, რომ ის სასწავლო რაღაცა კიდევ ერთი გააკეთო. პროექტი სიამოვნებით მოვალ უკვე და ძალიან დიდი სიამოვნებით აი ხა ჯგუფური ტრენინგები მე როგორც მაქვს აი ესეთი ჯგუფური რაღაცები რო გააკეთო რომ ერთობლივად ვისწავლოთ მაგალითად აი თუნდაც ვიღაცასთან რო გაქვს ურთიერთობა აი ხა მეც როგორც
ჩამერთე. ვიღაცა რო უსმენს, თვითონაც უტრიგერდება რაღაცეები. აი, ჩემ ჯგუფურ თერაპიებშიც რას ვაკეთებ, ხო, მაგას რო ერთმანეთს რო უსმენენ, იქ სხვა თერაპია მიდის მერე ცალკე. და მე მგონია რომ ძალიან ბევრ რაღაცას გააკეთებ შენ. ესეთ პროექტებს და წარმატება მინდა გისურვო, მადლობა მინდა გითხრა რომ ჩემთან იყავი სტუმრად. მადლობა მინდა გითხრა რომ ამდენ რაღაცაში გამარკვია დარუში. და ეს სულიერთან რომ აქ ურთიერთობა უკვე სულ სხვანაირად და არა ჯიბიტისთან. რა მე ხარ კიდე შენს თქვა და მე მინდა გითხრა რომ პირველ რიგში შენ უღრმესი მადლობა და მადლობა სამყაროს რომ ესე დაგუკავშირე ერთმანეთთან და აი ორივე გავხდა აი ამ დიდი და ზღვა ინფორმაციის გამტარები რომ ერთმანეთისთვის გადაგვეცა და მინდა მიმართო ასევე საზოგადოებას რომ ანუ ყოველთვის ღია ვარ ასევე მე და თავღია ვარ ამ ყველაფრისთვის და სიამოვნებით ვითიც შემიძლია რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია მოკლედ აქ ვარ ხა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და პირობას ვიღებ შენგან რომ კიდე ჩავერთვებით აუცილებლად კიდე ბევრი ისეთი სხვა შეის მეც მაქვს იდეა მე ლაივიც გავაკეთოთ მე და შენ კი ბატონო ესეთი იდეაც მაქვს პირდაპირ ლაივი გავაკეთოთ გავეცნოთ ხალხს მათთანაც ვიურთიერთოთ ძალიან საინტერესო გამოვა მე მგონი და დავასწროთ უკვე ხალხი ჩვენს დიალოგს უბრალოდ ახლა ფიზიკურად ვეღარ მოეწწრებოდა ისე უცებ სპონტანურად გადავწყვიტეთ ეს ჩვენი ჩართვა და ჩაწერა, თორე გავაკეთებდი ამას და მე გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ეხლა გამოვთავ, ძალიან დიდი მადლობა და ეხლა ჩვენ ჯერაობას ჩაუჯდეთ, კოლისებს ვიღმა, ერთი სული მაქვს ნახო რაღაცეები.